გამარჯობა თქვენ ანიკოს პოდკასტს უყურებთ ჩვენი დღევანდელი ეპიზოდის მასპინძელი არის ლუდის რესტორანი ლოვენბრაუ, რომელიც მდებარეობს ბესარიონ ჟღენტის 92 ნომერში და სადაც ძალიან გემრიელად შეგიძლიათ მიადევნოთ თვალყური ნებისმიერი სპორტის სახეობას და მათ შორის ფეხბურთს, რა თქმა უნდა. სანამ ჩემს სტუმართან გადავიდოდეთ, გეტყვით იმასაც, რომ ჩვენ გვყავს ახალი მეგობარი, ახალი პარტნიორი რონიქსი, ხელსაწყოების ინდუსტრია, რომელიც აწარმოებს ყველა საჭიროებაზე მოლოდინსა და ბიუჯეტზე მორგებულ ინსტრუმენტებს. ძალიან დიდი მადლობა ამ კომპანიებს იმისთვის, რომ ჩვენთან პარტნიორობა გადაწყვეტეს და იმედი მაქვს, რომ ასეთი მომავალში ბევრი იქნება. იქამდე კი შეგახსენებთ, აუცილებელია გამოიწეროთ ჩვენი YouTube არხი, დაგულეს სპორტი, მოიწონოთ ჩვენი ვიდეოები, დატოვოთ კომენტარები, გააზიაროთ ისინი, თქვენი უკუკავშირი არის ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი. რაც შეეხება ჩემს სტუმარს, ყველანაირი რეგალიის გარეშე ბიძინა ბარათაშვილი ამ ეპიზოდს დავარქმევ. ეპიკურ ეპიზოდს ნანიკოს პოდკასტის, იმიტომ რომ ბიძინა ბარათაშვილია ჩემი სტუმარი. გამარჯობა. გამარჯობა. როგორ ხარ? კარგად. როგორ დაიწყო დღევანდელი დღე? დღევანდელი დღე დაიწყო ჩაწერით და გრძელდება ჩაწერა. ძალიან კარგი. რა ვიცი, ძალიან მიხარია ბიძინა, რომ ჩემი სტუმარი ხარ დღეს. დიდი მადლობა მოწვევს. ძალიან სასიამოვნოა ყოველთვის ნებისმიერი სახის კონტაქტი შენთან და დარწმუნებული ვარ, რომ ჩემს მაყურებელს ახლა ძალიან მოსწონს ის პერსპექტივა, რასაც შევესწავლეთ, არ გავაწმენდეთ. დარწმუნებული ვარ, რომ არ გავაწმენდეთ. უფრო კულტურის ადამიანი ხარ თუ უფრო ფეხბურთის? შენ თავს როგორ აღიქვამ? გამომდინარე იქიდან, რომ ძალიან ხშირად და უფრო მეტწილად მესაუბრებიან ფეხბურთზე, განსაკუთრებით ქართველი ფეხბურთელების უცხოეთში მოღვაწე იმ მომენტში პოპულარული ქართველი ფეხბურთელების შესახებ მთელი ჩემი ცხოვრების მანძილზე რაღაცა პრანჭო არ არის ნამდვილად, მაგრამ რაღაც მომენტებში მიჩნდება ხოლმე ცოტა ისეთი პროტესტის მომენტი, რომ ამის გარდა კიდე რაღაცა ამ ფეხბურთის გარდა რაღაცა კიდე წარმოვადგენ რაღაცა. ხო, წარმოვადგენ რაღაცა ინტერესების სხვა ერთი პირობა, მაგალითად მეორე არხზე მუშაობის დროს, ეს არის 95-დან 2000 წლამდე, ერთი ჩემი მეგობარი არ ვიცი, რაღაცა მას თვლიდა რა ქვია თავის მოვალეობად, რომ ყოველ დღე, ყოველ დილას ეკითხა ჩემთვის რაღაცა რა შვება გიო კინკლაძე. და ბოლოს ავხსენე, მე არა ვარ არც თქვა გიოს აგენტი ან მენეჯერი, ის აქ ვარ ამ ყოველდღე მხედავ ამ ბარში, ამ მაშინ რა ქვია ცენტრალური ტელევიზიის, ხო? ცნობილი ბარი. ხო, სტელას ბარში. სტელას ბარი. ხო და და შემოვიდა რა ყავის დასალევა და ის არის მაშინ რა ქვია მანჩესტერში და რომ მე როგორ ჩენიცი თქვა შეიძლება ცოტა მეტი მაშინ რა პერიოდია ხო არა ინტერნეტი არა ანუ Sky Sports სადღაც თუ დაიჭერე მეთი რა ქვია აიეტის მეშვეობით ან და იქიდან თუ რაღაცას გაიგე როგორც ეს კაცი იგებს დაახლოებით იგივე ინფორმაციას ვიგებდი მე შეიძლება ტელეტექსტით რომელიც ახალი გამოჩენილი იყო იმ პერიოდში რაღაცა გამეგოდა ნუ და მე კიდე ბოლოს გამიში გამანებეთ ანუ მე მინდა რომ სადღაც შუაში ვიყო იმიტომ რომ ფეხბურთი თქვა კინო კულტურა ზოგადად გამომდინარე იქიდან რომ მე გაცილებით უფრო დიდი ხანი გავატარე ამ იმ სფეროში ან პარალელურად მაინც თქვა სპორტის სპორტი ჩემს ცხოვრებაში დაიწყო ლელოსთან თანამშრომლობით და რაღაც წერილების გამოქვეყნებით იქ ალეკო ჯიბლაძესთან ერთად, ხმოვნებულ ალეკოსთან ერთად დავიწყეთ ამის კეთება და მე უკვე თქვა იბერვიზია მოდის, მაგრამ ყველაფერ ამას ახლდა თან არასპორტული თქვა ნაწილი ჩემი ცხოვრების, იმიტომ რომ მე ხელოვნებაცოდნე ვარ განათლებით
დაამთავრე წითელი დიპლომით ეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, მერე ასპირანტურა დაამთავრე, მე ვკითხულობდი ლექციებს წლების მანძილზე 2000 წლამდე დაახლოებით. უნივერსიტეტშიც იმდროინდელ უცხოენათა ინსტიტუტშიც პირველი გაზეთი, რომელიც გავაკეთე, იყო 8 ნახევარი, ეს იყო სპორტის, ანუ 16 გვერდიანი ზოგჯერ და იქამდე 8 გვერდიან გაზეთში ერთი გვერდი ქონდა მხოლოდ სპორტზე, ისიც ყოველთვის არა. ასე რომ იგივე ჟურნალისტური ჩემი მუშაობა, მოღვაწეობა ხაზარხმა მაღალი სიტყვა დაიწყო სწორედ აი ამ რაღაცა ცოტა სხვა სფეროთი, რომელიც დღემდე რჩება ჩემთვის ერთ-ერთ ყველაზე უფრო საინტერესო და ესეთ პროფესიულად ჩართულობის თვალსაზრისითაც ძალიან მნიშვნელოვან სფეროთ, იმიტომ რომ მე როცა იბერიუზე ვახსენე, იბერიუზეში ჩვენ მიგვიწვიეს როგორც რო ანახევარი და ეს უფრო კიდევ მეორე ეს იყო უფრო კინო განხრა. ყველგან სადაც მე მუშავე იმავე მეორე არხზე ამ იბერიუზის შემდეგ თუ თქვათ იმეჩი თუ დღეს სიქნეჩი აქაც არის კი ბატონო სამი სპორტული არხია და მე შეიძლება უფრო მეტად პიროვნული ჩართულობით აქ ვიყო აქ ჩანდე, მაგრამ აქ არის ასევე ორი კინო არხი, აქ არის დოკუმენტური არხი, რომელზეც ასევე რაღაცა კულტურის სხვა დარგები შუქდება და მე ფიქრობ, რომ ორივე თანაბრად, ჩემთვის თანაბრად. ეს შეიძლება ვიღაცის ცოტა მოულოდნელი იყოს, მე მაინც ვასოცირდები უფრო სპორტულ ჟურნალისტებთან, მაგრამ პირადად ჩემი აზრი ახან ეკითხე, იქითაც. თითქმის ყველა ინტერვიუ ალბათ რაც მიგიცია, წაკითხული მაქვს და მოსმენილი მაქვს ამ არასდროს არ ვეშვა, რომ სიამოვნებს უბრალოდ შენი მოსმენა. თუმცა გამორჩეულად საყვარელი ინტერვიუ და ალბათ ჟურნალისტიდან გამომდინარე, წამყვანიდან გამომდინარე არის გორგილაძესთან ერთ-ერთი ბოლო ინტერვიუ. შემთხვევით ძალიან საინტერესო იყო. ძალიან საინტერესო იყო, იმიტომ რომ არ იყო ერთფეროვანი და ბევრი სფერო მოიცვა და სწორედ ამიტომაც იყო ალბათ საინტერესო, მაგრამ არასდროს არ მომისმენია, ან შეიძლება გამომრჩა მატჩი, რომლითაც მოიწამლა ფეხბურთით. თუ გახსოვს? მახსოვს, კარგად მახსოვს, ეს არის ისე რა ვიღაცისთვის შეცდოთ გასაკვირი იყოს, მე ბავშვობაში ჰოკეის უფრო ადრინდელი თავს ვიდრე ფეხბურთს. საბჭოთა კავშირის პერიოდში გავიზარდე საბჭოთა რეალობაში, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში ჰოკეი განსაკუთრებული პოპულარობით არ სარგებლობდა, გულისხმობ თვითონ თამაშის მომენტს, ხო, ჩვენ გუნდი არ ყოლია ხა ჰოკეის ბოლო პერიოდამდე და ყინულიც ახლა რაღაცა ესეთ ეგზოტიკური მომენტია, ხო, შეიძლება მაცივარში კონდეს ყინული, მაგრამ მოედანი ჯოხის თქვათ ეს ყველაფერი იყო რაღაცა ესეთი რა დაახლოებით ესეთები, როგორც შეიძლება კარიბის ზღვის ქვეყნებისთვის არის ხოლმე ასევე ეგზოტიკური თქვათ თამაში, ხო, ეს ყინულის ჰოკეი. მაგრამ საბჭოთა კავშირიდან გამომდინარე იქიდან რომ ერთი არხი იყო ცენტრალური მოსკოვის და თქვათ მე პლუს ჩვენ მქონდა ტელევიზია და სულ ორი არხიდან იკიწებდა არჩევანის გაკეთება და იქ ძალიან ხშირი იყო გამომდინარე რუსული თქვათ დომინაციიდან სპორტ სახეობა ჰოკეი და თან ძალიან მაღალ დონეზე თამაშობდა საბჭოთა კავშირის ნაკრები, რომელსაც მე არ ხომაგობდი, მაგრამ იყო კანადური თქვათ კანადის კანადურ პროფესიონალებთან თქვათ 3 სერია 72 წლის და რაღაცა, რომელსაც არ გადამრია. მაგრამ თუ ფეხბურთზე ვლაპარაკობ, ხო, ამიტომ ის ჩემთვის და ყოველ წელს სოფლიო ჩემპიონატი იყო, ყოველ წელს რაღაცა ტურნირები იყო. ანუ სპორტთან პირველი შეხება იყო ჰოკეი. უფრო მეტად იყო ჰოკეი. თუმცა ამის პარალელურად ბუნებრივი არსებობდა ფეხბურთი. ეხლა ბაბუაჩემი თავის დროზე რადიოში იყო, რადიოს მუსიკალური რედაქციის მთავარი რედაქტორი, მაგრამ ამავდროულად სწორედ მათ უწევდათ პირველი რეპორტაჟების წაყვანა ფეხბურთში და ომის წინა და ომის შემდგომ პერიოდში, თქვათ იგივე გამომდინარე იქიდან, რომ მან მიიყვანა ტელევიზიაში
მასზე ბევრად უფრო ახალგაზრდა ეროსი ანჯგალაძე რომელსაც ის მეგობრობდა და რომელიც ჩვენი ოჯახის ძალიან ახლობელი იყო ამას დაემატა ის პლუს რომ ჩემი მეგობრობდა და მამა ჩემი მეგობრობდნენ კოტე მახარაძესთან რომელიც ასევე ჩვენი ოჯახის ძალიან ხშირი სტუმარი და ახლო მეგობარი იყო. ახლა მე გინდა არ გინდა თქვა აი ეს რაღაცა კომენტარი ფეხბურთზე წასვლა, იმიტომ ეს ხმას რო ცნობ ადამიანის ხედავ და თქვა ის რაღაცასთან ასოცირდება, შენ ძალაუნებურად იგრიბად, მაინც ხვდები რაღაცა ამის ხიბლში მაინც, ხო? ამას ემატებოდა თქვა ეს ფეხბურთები და საერთო ინტერესი, აჟიოტაჟი ირგვლივ, ბიძა ჩემი ლაშაძეძიგური, რომელსაც ყველაზე დიდი გავლენა ჰქონდა ჩემზე, იმიტომ რომ 9 წლით იყო ჩემზე უფროსი და ისეთი როლ მოდელი იყო, თქვა ჩემთვის ყველაფერში, ხო? იმან გამაგიჟა არგენტინაზე, იმან გამაგიჟა დაუშვათ ზოგადად ფეხბურთზე და მადრიდის ატლეტიკოზე, რომელიც ჩემს პირველი საყვარელი გუნდი იყო, მაგრამ ეს ყველაფერი მაინც გამომდინარე პერიოდულობის თქვა ისეთი სვეტილობიდან, ხო, იმიტომ რომ მსოფლიო ჩემპიონატი 4 წელიწადში ერთხელ არის და სადმე მენახა ან არგენტინა და ან ეს რა ქვია ატლეტიკო მადრიდი მით უმეტეს, ხო, იმიტომ რომ არნაირ შეხება ამასთან იქამდე სანამ დათულებაზე არ დაიწყებდა გადაცემების კეთებას, ჩვენ არ ხოდა. შესაბამისად, პირველი მატჩი, რომელმაც მე ნამდვილად მომწამლა და დღემდე მახსოვს მისი პერიპეტიები, იმიტომ რომ მე 1000 ჯერ ვნახე კიდევ პროფესიული ინტერესიდან გამომდინარე, ეს არის 1970 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალი იტალია გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა მაშინდელი 4-3 და იტალია არის პირველი ნაკრები, რომელსაც მე ვქონმოგობთ. და მე როცა ფინალში წააგეს ბრაზილიერებთან, მე ცრემლი ვერ შევიკავ, ეს ხდებოდა მოსკოვში. სასტუმრო მინსკი იყო ესეთი ცენტრში, გორკის პროსპექტზე და აი იქ ვიყავით ზაფხულში, ბებიაჩემთან და ბაბუაჩემთან და გამოდიოდა რომ ბაბუაჩემი იყო ბრაზილიის კომაგი და ჩვენ რაღაცა ის მქონოდა დაპირისპირება და ქიშპი, იმიტომ რომ ესეც შემადგენელია, ხო, რომ რაღაცა შენ ერთს ხმოგობ, ის მეორეს და ბაბუაჩემი იყო ჩემთვის, ნუ არ ვიცი ხა კერპი ალბათ, ხო? ბევრი მომენტიდან გამომდინარე, გარდა იმისა, რომ მან გამზარდა, მე მთელი ცხოვრება ისე ესკომერო, რომ მის კვალდაკვალ, ან მის გავლილ გზას ვიმეორებ. ის იყო ჟურნალისტი, მე ვიყავი ჟურნალისტი, ის იყო გარედაქტორი გაზეთის და თერი ჟურნალისტი, მე ვიყავი ანალოგიურად. ის იყო ტელევიზიის პირველი დირექტორი საქართველოს ტელევიზიის, მე ვიყავი ტელევიზიის დირექტორი, ის იყო კინოსტუდიის დირექტორი, მე არ ყოფილვარ, მაგრამ კინოსტუდიის და ის შენობაში იყო თქვათ იმედი და იმის დირექტორი ვიყავი, მე თქვათ ჩვენ ვიყავი, ახლა მე ბოლოს იყო ბიბლიოთეკის დირექტორი, მე ჯერჯერ დავაპირებ ახლა კარიერის დამთავრებას და ალბათ ადრეთიდან მომიცავს იქაც მისვლა. ეხლა თან შემდგომია, კოკო ერთად გავიზარდეთ. კოკო გამსახურდია და ახლა იმას მე შეაშინებთ, ახლა მე არ ვიყავ მის იმაში საპრობლემოებში შეჭრას სტუმრად ვიმივარ. ხო და აი ეს თამაში იტალია გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა იყო ჩემთვის არ ვიცი რაღაც, იმიტომ რომ ჯერჯერ საოცარი დრამატურგია ქონდა თამაში, ერთ-ერთი დამთავრდა ძირითადი დრო მე მომეწონი იტალიელები, განსაკუთრებით ჯანი რივერო, რომელსაც ერთ-ერთი გოლი გაიტანა დაუვიწყარ შეხვედრაში, იქ იყო რაღაც დრამატიზმის სავსე მომენტები, როცა ბეკენბაურმა გავიწი ზვალი გაიტეხა და მით რა ქვია ხელშეხვეული და დარჩა მოედანზე და ეს იყო რაღაცა გმირობის მიუხედავად იმისა, რომ მე მის წინააღმდეგ ვქომაგობდი იტალიას, შთაბეჭდილება საოცარი და დაუვიწყარი ჩემს, ხო და ამიტომ ორივე მხარეს ამდენი ვარსკვლავი, რომელსაც მე არ ვიცოდი მათი ვარსკვლავური სტატუსის შესახებ, იმიტომ რომ 9 წელს ვიყავი და კი გეუბნებით, რომ ბავშვობიდან მიუხედავად იმისა, რომ მე დავყავდი სტადიონზე მიმოვე ეროსის, მაგრამ ასე დავყავდი მე იმაზეც რა ქვია იპოდრომზე და ბოლო პერიოდამდე სანამ ლევან ზალუგაძე არ შემარყია და სადღაც იჩინა იპოდრომმაც თავი ხონ. კი, ხო და იქაც ახლა იპოდრომის მახსოვდა, მაგრამ ცხენი არასოდეს არ იყო ჩემს ცხოვრებაში რაღაცა განსაკუთრებული მოგონებების ობიექტი იქამდე სანამ აი ბოლო პერიოდში მე და ლევანი არ გავხდით ისევ
არგენტინა როგორ გაჩნდა? არგენტინა გაჩნდა ლაშა ზიზგურის დამსახურებით. ის ატლეტიკო მადრიდის როგორ იყო, იცი? ოქროყანაში ისვენებით, ეს შემოვედით. სიმბოლურია თქმა, ხო, რაღაცა ჩვენ ახალბურთზე ვლაპარაკობდით. ახალბურთელები ამოდიოდნენ იქ და 5-3-ზე, ანუ 3 ხუთის წინააღმდეგ ეთამაშებოდნენ აი ოქროყანის სამთავრობო აგარაკები იყო იგი და იქ ვსვენებდით ხოლმე ჩვენ და ლაშა მონაწილეობდა ამ მატჩებში თუმცა ძალიან კარგად თამაშობდნენ ხელბურთელები მაშინ იმედო ფხაკაძე იყო გიან არიმანიძე ამოდიოდნენ და ისინი იყვნენ აი პირველი სპორტსმენები ვისთანაც მე ესეთი ხელშეკრულებთ ხელბურთზე ალბათ ფეხბურთის მათი მინი ფეხბურთი იყო ჩემთვის რაღაცა ასევე საოცარი სანახავი მაგრამ რო დაუბრუნდა რატო ლაშა და რატო არგენტინა და რატო ატლეტიკო მადრიდი იქ იყო ეს იყო რა ვქო სახელმწიფო აგარაკები იყო ბუნებრივი რომელსაც ერთი თვით გაძლევდნენ პრივილეგიის აი პრივილეგიაზე რო ლაპარაკობდნენ ხოლმე და იხსენება შეიძლება რა კარგი იყო საბჭოთა კავშირი და გეტყვით რა კარგიც იყო ესე იგი და რა პრივილეგიებით სარგებლობდა აი წითელი ინტელიგენცია თუ რაღაცა ორი ოთახი იყო ამ სახლში კიტიაშვილები და ჩვენ ცხოვრობდით იქ კიტიაშვილები იყვნენ დიმიტრი კიტიაშვილი რომელიც იყო მაშინდელი მიესწრა საბჭოს ესეთი ჩინოსანი ის მისი მეუღლე გუგა მისი ქალიშვილი საქვია მარინა გუგას და დიშვილი და მათთან კიდე დამხმარე ქალი იქ ცხოვრობდნენ ერთ ოთახში მეორე ოთახში ვიყავით მე დედა ჩემი ბებია ჩემი ბაბუა ჩემი ვისაც ქონდა პრივილეგია ესო მისი ძმა აკადემიკოსი შოთა ძიძიბური მისი მეუღლე და ორი შვილი ლაშა და ანუ 8 კაცი ცხოვრობდით მეორე აქეთ ოთახში აი ეს იყო პრივილეგია საერთო სამზარეულო საერთო აბაზანა საერთო ტუალეტი ეხა ეს პრივილეგია და ამაზე ლაპარაკობდით და ეს ჩვენთვის ჩვენს ამას აღვნიშნეთ როგორც რაღაცა ძალიან ველოდებოდი იმ ოქროყანაში მოხვდა 50 კაციან თქვათ იქ სხვა ასაკი ამდენი ხალხი ურთიერთობა იქ ჩემი თანატოლები რაღაცა სხვა და ეს როგორ იყო იცი რომ თანამდებობიდან მოხსნიდნენ ადამიანს და კარგავდა ამ ყველაფერს და ამიტომ ვეღარ ეხსებოდი ოქროყანას ხო რაღაც პერიოდულობით თქვათ მე კარგავდი იქ მეგობრ ხო და იქ იყო ფარდები იყო და ახლა ფარდების მარტივი იყო ამ სახლებში ესე იგი ზოლიანი თეთრი წითელით და მეორე იყო თეთრი სისფრით და ლაშამ დედამის რუსიკოს მოხსნა ეს ფარდები და იქიდან შეაკერია საფეხბურთო მაისური თეთრი წითლით ეს არის ატლეტიკო მადრიდი თეთრი სისფრით ეს არის არგენტინის ნაკრები და ამით თამაშობდა შესაბამისად როცა ამით გამოდიოდა მოედანზე თვითონაც ყვიროდა რომ არის ატლეტიკო მადრიდის რომელიღაც არგენტინელი ფეხბურთელი და იმიტომ რომ ეს ყველაფერი ერთად მაშინაც დიდი იყო არგენტინელი ფეხბურთელების რაოდენობა ატლეტიკოში ატლეტიკო მაშინ არგენტინული იყო იქ ატლეტიკოში მაშინ თამაშობდა გარატე რომელიც იყო არგენტინაში დაბადებული ესპანელი ანუ ის თავიდან ესპანეთის ნაკრებში თამაშობდა და ესპანური პასპორტის მფლობელი იყო იქ იყო რუბენ აიალა და რამონ ერედია რომელმაც 74 სოფლიო ჩემპიონატზე ითამაშეს იქ იყო დიასი იქ იყო მოკლედ ერთი 5-6 კაცი იყო მუდმივად ვინც თამაშობდა მადრიდის ატლეტიკოში რომელიც მაშინ ჩემპიონი იყო და მერე ბაიანთან პირველი თამაში წელსორად ითამაშა 74 წლის ჩემპიონთა თასის ფინალი ერთ-ერთ დამთავრდა და თან იგებდა და 120 წუთზე გაუშვა შვარცენბერგისგან გოლი თუმცა თვითონაც დაწინაურდა დამატებით დროში ბუნებრივია და მე გადათამაშება იყო და 4 ხდანი წააგეს მართალია მაგრამ რომ ფინალში მივიდა ყოველ შემთხვევაში შესაბამისად ეს ატლეტიკო მაშინ ძალიან ესეთი პოპულარული გუნდია შემდგომ პერიოდში მე 70-ში მოვიწამლე იქ სოფლიო ჩემპიონატზე იტალია არგენტინამ არგენტინისგან გადამიყვანა აი მაისურებმა და პლუს 72 წელს
ორი მატჩი გაიმართა ევროპისა და სამხრეთ ამერიკის ნაკრები გუნდების მონაწილეობით, რომლებიც ევროპაში ჩატარდა და ორივე მოიგეს იმათმა. ერთი 2-0, მეორე 4-4 დამთავრდა და პენალტებით მაინც სამხრეთელები მოიგეს და იგი მეორე გზელთმიანები და ახლა შემოხედა ვერ მივხვდები და დაახლოებით აი შენნაირი ეს ხონდა რა ქვია, თვითონ სვარცნობა ესეთ პერიოდის იყო ჩემს ცხოვრებაში. ვერ წარმომიდგენია. და ეს იყო ეს არგენტინელებიც იყო აიალოს ხონდა 42 სანტიმეტრი თმები და იცვლებდა გაზეთის მეზოშიც განსაკუთრებით აღნიშნულ აუცილებლად თმა და ჩვენც ახლა ბაძავდით არა იმათ, არამედ არ ვიცი ის ითვლებოდა რომ ზეილთმა კარგი სიყო. ასე მე ესე არ დავადებდი ვარქლაце. ესე დავიბადე, მე ამოვიდე, მე ესე დავუბრუნდი, იმას როგორც დავიბადე. აი საფეხბურთო ლაშა გააგიჟა ამ თემაზე 66 სოფლის ჩემპიონატი როცა ნახეს, მისმა მეზობელმა რეჟისორმა ალეკო ჟღენტმა სამცხოთ აღარც ერთი ცოცხალი არც მეორე და მე ის იყო თქვა აი არგენტინული პირველი ესეთი რაღაცა ავიცი ახლა დავარქვა ამასო არგენტინელთა პირველი ფან-კლუბი არ ერქვა, მაგრამ რაღაცა ფან-კლუბი თუ დავარქვათ ამას ხო ჩამოაყალიბა ალეკო ჟღენტმა, რომელშიც მოწინავე როლებზე იყო ლაშა და მე უკვე მეც შევერთია ამაც. საფეხბურთო ფანატიზმი ძალიან ხშირად უთანაბრდება აი რელიგიურ ფანატიზმამდე მიდის. ამას სხვა სპორტის სახეობები რატომ ვერ ახერხებენ? იცი რა ალბათ ყველაზე სახალხო თამაშია ფეხბურთი ერთ-ერთი უფრო მარტივი სათამაშოა ხო პატარა ბურთი აგაგეს ერთელი თამაშობდა ბურთით რაღაცას ხო იმას თავის თავგადასავალში რომელსაც პირველ სკოლის პირველ კლასებში გასწავლიან და რაღაცა ჩენჩისგან ბურთს აკეთებდნენ და ახლა ფეხბურთს თამაშობდნენ თუ ასთამაშობდნენ არ ვიცი ხელით მაგრამ ბურთით ვთქვათ თამაში აი აგაგეს ფეხბურთს მონათლავთ ახლა მე რეგულარულად დამაბრალებს რაღაცას კიდე და მაგრამ ვთქვათ ყველა ქვეყანაში ხურცაობა დავარქვა სიმბოლური ბატონო ხო და ამიტომა რომ ფეხბურთის წინამორბედებად ყველა ქვეყანა თავისად რაღაცას ასახელებს ხო იქ მექსიკელები აზტეკებს უკავშირებენ ამას იქ ჩინელები ამბობენ იქ ფლორენციელები ამბობენ რომ იტალიაში დიდი ბურთით თამაშობდნენ იქ ეზოში ანუ ამ ბურთის ხელით ფეხით რწყმა და სირბილი როგორც ჩანს ყველაზე უფრო იულია კუჩებში ალბურთი ჯასტი გვიან გამოიგონეს საერთოდ მეორე სეტი კიდე რაღაცა ჭირდება რომ ჩამოკიდო და იქ ეს როლო იმას ხო და აი ეს ხელით ფეხით ბურთის თამაში ყველაზე უფრო იულია რაგბი ალბათ ესეთი ვერ გახდა იმიტომ რომ რთული წესია წინ პასი არ მეცე ის არ გააკეთო ეს არ გააკეთო და აქ ყველაზე მარტივია ხო იშოვე ბურთი გავარდი ქუჩაში დაიწყე თამაში მე შესაბამისად გამოდის მეზობელი ეს ქუჩურობა ეზოს მომენტი არის ალბათ გადამწყვეტი იმაში რომ მე ფანჯრიდან გიყურებს რაღაცა შენი მეზობელი თუ მშობელი თუ კლასელი თუ არის ედვეიტმენ და მე ეს ყველაფერი გადადის იმდენად ჩვევაში რომ ხდება ძალიან შენი ახლა აი ბოლო პერიოდში ესე მოხდა არგენტინაში რამდენჯერმე მოხდა და კიდევ აპირებდა წასვლას და აი იქ ნახე როგორი მიდგომა გაჩნდა რაც დეტალურად აგვიხსნეს ახლა ნოემბერში ვიყავით და ჯგუფთან ერთად და საოცარი მოგზაურობა კი გამოგივიდა ძალიან მიუხედავად მეოთხედ ვიყავი ახლა ვთქვათ ბუენოს-აირესში ეს გამორჩეულად საინტერესო გამოდგა იმიტომ რომ რაღაც ისეთებს შევეხეთ და ისე იყო აწყობილი ეს პროგრამა რომ აი ჩემი წინა სამი ჩასვლა მიუხედავად იმისა რომ მაშინ დავიკმაყოფილება პირველად ეს ყურვილი და ხაზები დიდხანს ვიყავი თან წინა ჩასვლებზე ვიდრე ახლა მხოლოდ 5 დღე ვიყავი მაგრამ მაინც ეს ისინი დახუნძლული იყო ეს 5 დღე და თან ნახე როგორ რაღაცები გავარკვიეთ იქ ხო იმიტომ რომ მაინც როცა
პროფესიულად სიღრმისეულად არის გათვლილი თქვა მოგზაურობა და რაღაცა მიმართულება გაქვს აღებული ისე დეტალებს გებულობს რომელსაც ჩვეულებრივ იმას რა ქვია ტურისტის რანგში ვერ გაიგებ ანუ ნახე რა ხდება იმის გამო რომ არგენტინის ისე როგორც ყველა განვითარებად ქვეყანაში და განსაკუთრებით სამფრეთულოში ზალადობა სტადიონებზე ჩვეულებრივ ამბავი იყო იმაში კორდობაში შეეშალა თავისთან გადააგდეს მეორე იარუსიდან და მოკლეს ხო იმის ანამ გარამი გაარკვიეს ეტაკეთდა რატო გაარკვიო და რაღაცას ეგონად სათანადოდ ვერ ასრულებდა დაკისრებულობა ხო რაღაცას ხო ანუ ვერ მიხვდა ანუ ხო პარადოქსული რაღაცა თან კარიკატურული და თან საოცრად ტრაგიკული მოვლენა ხო და თქვენს რომ ჩვენ მივხვდით რომ ჩვენ დავკარგეთ ოჯახებით სტადიონზე სიარულის ტრადიციაო. ამიტომ აიღეს და აკრძალეს მეტოქის გულშემატკივრების შემოყვანა სტადიონზე. რაც თავისთავად ახლა ერთმხრივ თითქოს აღარიბებს, ხო? თუმცა ახლა იქ სტადიონზე თქვა დაპირისპირება აქედან ერთი ყვირის იქიდან მეორე ყვირის კომაგების რაღაცის და მაინც კიდე რაღაცა სხვა პედს და სხვა ეს ცენს ფეგბურზე სხვანაირად თითქოს არც აღიქმნა. ამ დროს აი ამ ჯერზე როცა ვიყავი თქვა ინდეპენდენტეს და შემდეგ ბოკა ხუნიორსის სტადიონებზე მივხვდით რომ აბსოლუტურად სხვა შემადგენლობა კომაგების ტრიბუნებზე ჯერ კიდევ ზოგადად არის ეს ტურნირი შენ მიყავ და ჯერ ამ კომაგებთან ერთად გადიხარ ყველა ეტაპს მაჩამდე იქ სადღაც აი ლუნდის მარში როგორ საუბრობენ რაღაც არჩევენ და მე ამათთან ერთად ნელ-ნელა მიგიხარ და სრული ინტეგრაცია ხდება შენი ინტეგრირება აი მაშინ რა არგენტინულ ცხოვრება საფეხბურთო ცხოვრება ხო და ჯერ გზაში ვნახეთ რომ ვიღაც გოგონები მოდიან ფეხბურთზე მეორე მოყვება მეორე გოგონა ხა კი შეიძლება იფიქროთ რომ იცი რაღაცა არატრადიციული იმის არის რა ქვია შეიძლება ხო ჯერ მაგრამ მე ხედავ რომ ვიღაცები მოაგორებენ მომაკვდა რაღაც 90 წლის კაცი მეტი რა ქვია ასა ინვალიდის მეტი ეტლით ხო შვიდი მე ისე მოხდა რომ ჩვენთან ახლო აღმოჩნდა ეს კაცი ეს ჯერ ადრე ნახე იმიტომ რომ აი ბულკანას მადრიდში მეგონა იყო ინდეპენდენტეს მაისორში რაღაცა კუდით და მე იქ როგორ არის ესე თელი თამაშის მანძილზე აი ეს ყველა სტადიონზე ეს ჟესტია რაღაცა ყველიან ღერიან რაღაცა და აი ამას ხელს გიშვილებს ეჭირათ ხელი და აქნევიებდნენ ხან ერთი და ხან მეორე ანუ იქ აბსოლუტურად სხვა რაღაცა ვნახე რომ ეს ბაბუა მოიყვანეს იქ მითი რა ქვია ჩვილი ბავშვები ეს იმხალსი კარუნშობი არის ახლა მაგრამ რამდენიმე სხვა ასევე ორსული ხალი ანუ ნახე რა ხდება იქ აღარ არის შიში სტადიონთან ყველა სტადიონთან საფეხბურთო სტადიონები არის პატარა ადგილი ხო არის ხა მაინც მაყურებელსა და მას შორის რა ქვია შეიძლება სარგენი ბილიკები არ არის იქ მაგრამ ჩაღრმავებულია იქ თამაშობენ ბავშვები ფეხბურთს ბიჭები გოგონები ცალკე ვიღაცები დარბიან ირგვლივ შენი ხვდები რომ ესენი და რო ეკითხები რომ კი მაგრამ ეს ბავშვი არ უყურებს თამაშს ამბობენ რომ იცი რა 90 წუთი ამ ასაკში 5 წლის 6 წლის ბავშვისთვის რთული ასაკმელია რომ უწყვეტად უყუროს ახლა ამ მას არ ქვია თუნდაც თავისი ოჯახისთვის საკულტო გუნდს ხო მაგრამ ამიტომ ითამაშოს თავის თანატოლთან აგირბინოს მაგრამ მიეჩვიოს იმას რომ ყოველ კვირას თუ ყოველ მეორე კვირას ის სტადიონზე უნდა იყოს და სტადიონი მისი სახლი ხდება იმიტომ რომ ამ თამაშიდან თამაშის სიყვარულიდან და თამაშის ვთქვათ სპონსორებთან იმ სიტუაციაში თამაშის ნოსტალგია რო უჩნდება ერთი კვირის თავზე იმიტომ რომ ამ დროს მისი გუნდი ცაზე გასვლაზე თამაშობს ხო სიამოვნებით მოდის სტადიონზე სიამოვნებით რომ მოვიდა რომ ეცუდინება რომ ყოველ კვირას თუ არა ყოველ მეორე კვირას აქ უნდა მოვიდეს მე ნელ-ნელა იმასაც აღიქვამს ცოტა უფრო შეამცირებს დროს და მე იმ სტადიონსაც გახედავს ადრე თუ გვიან 7-8 წლის ასაკში ან მე ჩაეწერება კლუბის ასაკობრივ რაღაცა გუნდში და ავტომატურად მისთვის ეს გარემო გახდება
შეუცვლელი. ეს არის საფეხბურთო ქვეყნის ჩემი აზრით ინდიკატორი. რატომ არის საქართველოს საფეხბურთო ქვეყანა? იგივე საქართველოში ეს ყველაფერი იყო. იმიტომ საქართველოში ეს ყველაფერი იყო და იყო ზუსტად ეს დროებით შეიძლება იყოს? იცი, მე არ ვიცი ხო დროებით თუ რა არის, მაგრამ ქვეყნის აქ ძალიან ბევრი ფაქტორი იყრის თავს, როცა ჩვენ ვლაპარაკობთ იმაზე, რომ საქართველოში ფეხბურთი საყოველთაო სპორტის სახეობიდან გადაიქცა რაღაცა ეგზოტიკურ რამაც რა ქვია, ხორო სტადიონზე განმარტოება თუ მინდა, შეიძლება სტადიონზე დახვიდე, რომ ადამიანების ყველაზე მშვიდი ადგილი არის სტადიონი. ხო პარადოქსია ამ დროს მე ჩვენ ვლაპარაკობთ ქვეყანაზე რომელშიც და ქალაქზე რომელიც მუდმივად თელი ჩემი ახალგაზრდობის მანძილზე როცა ჩვენ ჯერ კიდევ არ ვიყავი ჟურნალისტი მაგრამ სპორტული პრესა ჩემთვის იყო ყოველდღიური საკითხავი დაუშვათ ხო და მაშინ სავეცკი სპორტი აქვეყნებდა ყოველკვირეულად ფაქტიურად იმას თუ როგორი დასწრება არის, აი ათეული დასწრების მსოფლიოში შაბათკვირა თქვათ თორის, ხო? და როგორც წესი ათეულში სულ იყო დინამოს სტადიონზე. თუ დინამო ყოველკვირაში ვერ იქნებოდა, იმიტომ რომ არ თამაშობდნენ, ხო? გასვლა. ანუ დინამოს სტადიონი იყო 75,000-იანი სიწერდა. მაშინ გასაგებია მეტი ეტეოდა და მეტის ყოფილა იქ ლივერპულის გამორჩეულ თამაშებში, მაგრამ 75,000 მუდმივად სტაბილურად იყო. ეს ხوار დაწყებულა ჩემი იმითი რა ქვია, კი, შეიძლება 75 არ იყო, იმიტომ რომ 76-ში რო გაიხსნა რეკონსტრუირებული, მაშინ გახსნა 75 ადრე. იქამდე 100-მდე იყო, ხო თუ? არის ნაკლები. ადრე ნაკლები იყო. სანამ რეკონსტრუქცია იყო ლოკომოტივის სტადიონზე მართავდა თამაშებს თბილისის დინამო და როცა დაიწყო თამაში და დინამოს სტადიონი იყო მაშინაც ბევრი იყო ანუ არ იყო 75,000 მაგრამ იყო თქვათ 40,000 და ხმე არ მინდა რომ რაღაცა ციფრი თქვა რომელიც მე შეიძლება რაღაცა გადამოწმდა თქვა რომ მაგრამ ბევრი ხალხი ანშლაგი თბილისის სტადიონზე მუდმივად აგერ არის კინოქრონიკა ხო მე მომიგონია ეს ChatGPT-ის დაიმით გაკეთებული ხო არ არის რა როცა ჩვენი პაიჭაძეების და თქვათ ღოღობერიძეების და მესხების და ამას კადრებს ვადენ თავს რომ მე არ მახსოვს ესე ხო იმიტომ რომ მე მოვესარი აგი ქეუნებით კიდე დავყავდი ბაბუაჩემს სტადიონზე მაგრამ ეხა ის არ მახსოვს ესე თვალნათლივი ის თამაშები რაღაც არ მაქვს ჩამეჭდილი ხო მაგრამ ეს მარტო დინამოზე ხო არ ხდებოდა ბიძინა იგივე ანუ რეგიონებში ითხარე დინამო ხო რომელიც იყო თქვა საქართველოს ნაკრები ხო საქართველოს ნაკრებს ეხლა დადიან წარმატების მერე მაგრამ იგივე ხდებოდა ქუთაისში იგივე ხდებოდა გურიაში რომელიც ნუ ის რაღაცა პარადოქსი იყო დღეს რო ჩვენ ჰოფენჰაიმებზე და რაღაცების ამბები გვიქვეშ ეს სოფელია და სტადიონი უფრო მეტი აქვს და რაღაც ის ლანჩხუთია სხვა იყო ეს კაცები გადაახდებოდა ვიდრე ჰოფენჰაიმს აქ გაიგო იმენ მაჩორის გერმანიაში მე არსებობდა მეორე ლიგა საქართველოს ისე საბჭოთა კავშირის ჩემპიონატის მეორე ლიგა ზონები იყო იქა იმ ზონაში სადაც იყო ქართული გუნდები სადაც თამაშობდნენ ამ ზონაში სამტრედია გურია სანამ მოვიდოდა იქა სამტრედია ბათუმი ანუ 6 გუნდი საქართველოსთან მუდმივად იყო მაგრამ და ის სტადიონები იყო გადაძეძგილი და იყო ეხა იქ შეიძლება რაღაცა ჩაწყობილი თამაშებიც იყო ისიც იყო ესეც იყო შეიძლება მაგრამ არა ისე ჩაწყობილი როგორც მაგალითად უკრაინა ასაკეთებდა იცი რატო იყო კიევის დინამო მუდმივად ჩემპიონი მისი საბჭოთა კავშირის იმიტომ რომ გარანტირებული ქონდა ეხლა თავისთავად ეს უკრაინული ფეხბურთის სიძლიერეზე მეკვლევს მეორე იმიტომ რომ უმაღლესი ლიგაში 6 გუნდი იყო თუ 7 გუნდი იყო და ამას გარანტირებული ქონდა რომ თუ დაჭირდებოდეს დანარჩენი გუნდები მიცემდნენ ქულებს და დააგროვებდნენ იმას რასაც ვერ დააგროვებდნენ ვერავინ მაგრამ ქართველებს ეს არ ქონდათ იმიტომ რომ მაშინ
იმ ლიგიდან მეორე ლიგიდან ხომ დაწინაურებული იყო რაღაცა 6 თუ იყვნენ, მაშინ ავტომატურად ვთქვათ 5 თამაში 10 ქულა, აქ და 10 ქულა 20 ქულა გარანტირებული ნგონოდა ვიღაცას თუ ეს გარიგება მოხდებოდა. გარიგებული თამაშები იყო, მაგრამ იმდენად აი ის რაც დღეს გვაკვირვებს ჩვენ უცხოეთში რომ მეზობლები ერთმანეთს თან დაპირისპირებული არიან და იქ არგენტინაზე რომ ვლაპარაკობ, დანახვა უნდათ ერთმანეთის და ზულთ ეხლა კარგია, ცუდია. ეს არის ფეხბურთის შემადგენელი. აი აქ ეს იყო. გურია და სამტრედია ხოცავდნენ ერთმანეთს, ვინ გადმოვიდოდნენ საბოლოო ჯამში გურულები გადმოვიდნენ. მე კი ხომაგობდი სამტრედიას და თავის დროზე, მაგრამ ნუ ახლა დამსახურებულად გაჯობა გურიამ ხო და დაწერა რაღაც ისტორია. მაგრამ ეს იყო და იქაც სავსე იყო სტადიონები და გარდა ამისა ეს ხო გითხარი და ამის ქვევით იყო კი საქართველოს ჩემპიონატი. რომლის გამარჯვებულიც მერე მოხდებოდა ამ მეორე ლიგაში და ყველაზე უფრო სუსტ გუნდს ჩაანაცვლებდა. იქაც იყო ეს თამაშები. და რა ვიცი, არსებობდა გუნდები თბილისის სპარტაკი, თბილისის ლოკომოტივი, რო გესმის ახლა ხო რაღაცა ლოკომოტივი დავენდაზე გავლაპარაკობდა, სპარტაკის არ არის ხო? მაგრამ თბილისის სპარტაკი თამაშობდა უმაღლეს ლიგაში. ის რა ქვია, ლოკომოტივი ახალკაცზე რო ვლაპარაკობდა, ახალკაცზე ფეხბურთელი მარტო შეიძლება ფეხბურთელობით ასაკში თამაშობდა იმაში მიშამესმა სადამთავრო თამაში თბილისის დინამოდან რაღაცა ხარზე შეისვის გაიყვანეს იქ იმან რა ქვია რაღაცა ლეგენდები თქვა იმ ნაციონალისტებმა ესე თქვა არაფერ არ დასრულდება მაგრამ ძალიან კარგი ლეგენდაა ამას ესენი რჩებიან და ეს მიდის რომ ამ თავიდან იქ დაარქმევს რეო მოარული ესეთი ის არის ისტორია რომ გამოსათხოვარი მაჩის პირველ ტაიმის მერე შეისოს ხარზე და დაარქმევს რა კაი ტრადიცია ქონია თუ საუკეთესო ფეხბურთელს ატარებთ იმაზე და არა ეს მიდისო ვინ ეს მიდის ესენი რჩებიან ხო და ეს თქვაო ვითომ არა ქვია არ ვიცი რა მართალია თუ არა მაგრამ ძალიან კარგად ჟღერს ხო და ეს წერო დაარტყა მე წავედი ლოკომოტივში რატო ყიფიანი თბილისის დინამოში ვერ მოხდა ფიზიკური მომზადება არ ქონდა შესაძლებელი სათამაშობდა ის თამაშობდა ლოკომოტივში ანუ იმ გუნდებს თავისი ტრადიციები ჰქონდათ. იქაც სავსე იყო სტადიონი. მოსახლეობა მე კი არა საქართველოში რაც იყო ის იყო ყველა სტადიონზე მიდიოდა. მესმის რომ შეიძლება გასართობი არ იყო იმდენი სხვა რაღაც ახლა დღეს რო არის რაღაც გაჯეტები და რაღაცა და ადამიანს შეიძლება პარაკები და ტელეფონში შევძრალი ესე არ იყო მაშინ ხო? მაგრამ მე არც ისე იყო რომ არაფერი ასასვლელი არ ქონდა ადამიანს არსა და ადამიანს სტადიონზე მიდიოდა ხო მაგასაც ვერ იყო ყველა სპორტი ასე იყო კალათბურთი გინახი ადამიანს საერთოდ ხა საქართველოს ჩემპიონატზე გეუნებ იმას არ ნაკრებზე აქაც დადიან ასე რომ დემონსტრაციულად მე დღეს მივდივარ ამა თუ იმ სპორტის სახეობაზე რომ დავესწრო ესეთი რაღაცა მე ძალიან დიდი ხანია არ გამიგია ჩემს გარემოცვაში არ შეიძლება სადღაც ხდება და ვიღაცები ბილეთს ყიდულობენ და ეს არის როგორც არ ვიცი რიტუალი არ არის ვიღაცის არ არის აი ეხლა საქართველოს სპორტს აქ აღმოვიდა ეხლა მოწონს ვიღაცას არ მოწონს ამ შემთხვევაში მოდი ცოტა ხანი პოლიტიკური რაღაც ესენი გადაგვერზე გადავდა ხო ყველა სათამაშო სპორტის ნაკრები გავიდა იმაზე რა ქვია ეხლა ეს შეიძლება იმის ბრალია რომ გაიზარდა გუნდები რაოდენობა იქ აქ ფაქტია რომ კალათბურთელები 8 გუნდში გავიდნენ ევროპაზე და წელს როცა საუკეთესო გუნდის გამოვლენაზე ვლაპარაკობთ ვერაფერი ვინ უნდა დაასახელო იმიტომ რომ ძუდოისტებმა ეს რა ქვია მსოფლიო მოიგეს აქ კალათბურთი 8 გუნდში გავიდა ხელბურთელების მეორედ გავიდნენ სტადიონი არ აქვს მეორედ გავიდნენ იმაზე რა ქვია ევროპის ჩემპიონატზე და ისე ითამაშეს რომ მიუხედავად წაგებებისა ესა Air Georgia დაარქვეს და Georgians can fly ეს ხო ამას ხო ის არ წერს რა ქვია ფედერაცია ამას წერს საერთაშორისო ისენი რა საერთაშორისო ფედერაციის საინზე ამდენი ჰაილაიტი რაც თქონდა ცხოვრებაზე და ქართველებს საფრთხეს არ ქონია მოციგურავეები ხო მოციგურავეები მოციგურავებაში აგრაკი 2 წუთი გამბობდი რომ ყინული არ ქონია ამეთქე და გახდა ისენი რა ქვია ჩემპიონი 1-2 ხო ორ სახეობაში წყალბურთელები იმაში ემზადებოდნენ რა ქვია საუნაში იმისთვის რა ქვია ჩემპიონატებისთვის თავის დროზე ეხლა კი არ გეუნები ეხლა ჩემპიონატები არის მე მეუნებოდა ესენი კახა კანდალაკი და მიშა
და მთელი გიორგაძე და მთელი ისინი მეგობრო ხემათან ამბობდნენ ლამის იმაში წავიდა თუ რა ქვია საუნაში მოვეზოთ მაშინ ის იყო მარტო რა ქვია ის საუნაც იქ იყო მარტო რა ქვია მას მეტაში სხვა რა არ იყო და იქ ჩადიოდნენ იმ ბანაში აუზე არ იყო სადა და ის არ გამოუტოვებიათ დიდი შეჯიბრება იმიტომ რომ მიეცა ყურა რაგბი ყველაზე დიდი ხანია ამაშია ხო ეხლა რას გეუბნები ანუ მიეცა ყურადღება დაიწყო ხალხმა ისევ სიარული მაგრამ იმ ხელბურთზე რო გელაპარაკები რა იყო და რა არ იყო ბურევესნიკი რატო ქვია იმას ბურევესნიკი შენი აზრით აი ეს რო არის ქარიშხალას დარბაზი იმიტომ რომ ბურევესნიკი ერქვა ქარიშხალა ერქვა ხელბურთის გუნდს და მისთვის იყო ეს დარბაზი განკუთვნილი ასევე იმის რა ქვია კიროვის ბაღში რაღაცა ხან ლურჯი მონასტერი ვერის ბაღი კიდე რაღაცის ბაღია და ნუ ჩემთვის კიდე ის რჩება იმიტომ რომ ნუ ჩემ დროს ასე იყო ხო კარგია რომ ეგრე რჩება ხო და იქ ის დარბაზი ასევე სუდად თურთული იყო და ხელბურთელები თამაშობდნენ. ეხლა მე გაიგო რომ ხელბურთი ეხლა კიდე კაი ამასინად ქონდა რაღაცა ინტერვიუ და ითქვა რომ დარბაზები და ის რომლებიც მშენებლობა ძალიან ინტენსიურად არის დაგეგმილი როცა განხორციელდება მე ვილაპარაკოთ შედეგზე მაგრამ ამბობენ რომ ეხლა მიხვდნენ რომ ისე უნდა გაკეთდეს დარბაზი რომ იქ რა ქვია მას ფუტზალი ისეც არის ევროპის ჩემპიონატის მეორედ ხო ფუტზალი ხელბურთი ხო დარბაზთან ადაპტირებული სპორტის სახეობები აკეთებდნენ კალათბურთზე ორიენტირებულს და კალათბურთის დარბაზში ვერ თამაშობს კალათბურთის იმაზე პარამეტრებში არ შეიძლება არც ამიტომ უნდა გააკეთო ისეთი რომ უნივერსალური იყოს რაღაცა ხო ანუ ეს კი შეიძლება კეთდებოდეს და ამან შეიძლება მიიღონოს თქვა ხალხი ფეხბურთის იმაზე სპორტულ სანახაობაზე მხოლოდ ამა და მასიურობა თუ არ უნდა ითამაშოს ფეხბურთი ვინ მომოუდეს იქ ბიძინა ეხლა ჩვენი საუბარი დიეგოს გარეშე არ გამოვა. აი მე რა კონტექსტში მინდა იცი კითხო აი მე მაგალითად ის თაობა ვარ რომელსაც დიეგოს თამაში არ უნახავს. მხოლოდ ინტერნეტ რესურსების საშუალებით შემიძლია აი ეს ყველაფერი გავითავისო. მაგრამ აი იმ თაობისთვის, რომელმაც არ იცის ვინ იყო დიეგო მარადონა მოედანზე და თავისი მოღვაწეობის პერიოდში რა დონის ფიგურაც იყო. აი თუ არსებობს რამე რეცეპტი ამის გასაანალიზებლად. არა ალბათ არა სამწუხაროდ იმიტომ რომ და რაც უფრო დრო გავა ეს კიდე უფრო ესეც ცხოვრების კანონია კიდე უფრო მივიწყებას კი არა შეიძლება გაფერფალდეს ნაწილობრივ იმიტომ რაც მოხდა პირველ შემთხვევაშიც პირველ ფეხბურთის მეფია ეს მოხსოვს ბრაზილია თუ არ მოხსოვს რასაც პირველი აკეთებ უყურებს ლათინურენას ხო იმას საერთოდ ვერ აკეთებ ვერავინ და ის დღესაც ყოფილიყო დასაც იგივე გააკეთებდა და ეს რომ ამბობ მეცირა ეს მაშინ იყო მაშინ რო იყო რაზე ნიჭზეა ლაპარაკი რა მოვიდო და აკეთებდა ეხაც იგივეს რა მაგრამ ნახე რა ხდება იმავე არგენტინაში მე რო პირველად ვიყავი ეს ვთქვათ არც ძალიან დიდი ხნის იყო 2016-ში ვიყავი უფრო მეტი იყო ჩემი თაობის ხალხი და ჯერდი მესისაც არ ქონდა ამდენი რამე არგენტინისთვის მოგებული არც კოპა ამერიკა და არც სოფლიო და იქ არც განიხილავდნენ რომ საერთოდ შეიძლება და მეც გეტყვი აქ ჩემი მეგობარი იყო პატრისიეტობალი ჩამოსული თბილისში როცა სუპერთასი გაიმართა და თან კომოგობდა გაგიჟებული იყო რომ ეს იმავე ნახავ ორი გოლი აგერტი მაშინ რა ქვია გატანილი მის მერე დარტმულს მოყვა გადამწყვეტი გოლი დამატებაზე და რაღაცა და თან გაგიჟდას იყო მაგრამ თან ეჭვენობდნენ რომ ეხო ეს მაგან არაჯობოს მარადონას იმიტომ ის გიჟია იმისი რა ესმის ანუ ეს მაგრამ საოცრება ის არის რომ ეხა შეტაკდნენ იმაზე თვითონ თავისთან თავთავრო იცი რა ორივე ხო არგენტინელია ერთის და მეორეს და ანუ თანაცხოვრება დაუშვეს ორი ღმერთიანობა ის ოლიმპოზე ბრუნდებიან ეგრე ბევრი არის ზევსი ვიღაცა ისა ხო რაღაცის ღმერთი რა ზევსი მაინც თავარი ზევსია და ეხლა მოდი ზევსი ყავ თავი მაინც უკვე იმიტომ რომ აი შენმა და ახალგაზრდა თაობამ
იძალა ხა იმიტომ რომ ისინი უფრო აქტიურები არიან და ის დიეგო იმ კაცს ახსოვს მე ხელს ვაქნებიებ და ეს შვილი ესმის ანუ მაგრამ ის ქარიზმა რომელიც იმას ჰქონდა ის ამას არ აქვს. აი მე მაგას ვიაზრებით, მიუხედავად იმისა, რომ მისი თამაში ესე ცოცხლად ნანახი არა მაქვს, მე მაგას ვიაზრებ, რომ მესი ვერასდროს ვერ მივა დიეგო მარადონა მასშტაბურობამდე. სუჩიც არ მე, ახლა მე მეორეც არის, იმას უამრავი სუჩიზებას ხარ. კაი, ეს დაწყებული რაღაცა სულადური პოლიტიკური გამოხტომები და არ დატოვა არავინ მაშინ რა ქვია ხომ ერთხო ჩვეულებრივი ადამიანის შანია. ხო და მაგას ეს არის იცი რა მარადონა აღიქვა ისედაც როგორც არის ან თუმცა დაანებეთ თავი მაღაზე ფიქს და ვიღაცა ზულს ოკეი ზულს აკარა რამდენიმე ისეთი მომენტია რომელსაც ვერავინ ვერ გაიქცა აი მაგალითად კუმანმა თქვა ერთხელ რომ მიხედავთ მე არ მყავს კუმანი მან თქვა რომ ვერ ნახავთ თქვენ ფეხბურთელს რომელიც ამ მარადონაზე სულ სიტყვის რამეს იმიტომ რომ არ ყოფილა შემთხვევა რომ თქვათ რომელიმე ფეხბურთელის გამე გაჭირვებია და მას საერთოდ არ ეხებოდა ეს არგენტინელებს კი არ ელაპარაკა საერთოდ მოწინააღმდეგეს ეს არ გამოხტარიყოს ამაზე არ იყო გვერდზე პირველი პროფკავშირი საფეხბურთო ჩამოყალიბდა მე ვერ იმუშავე ეს იყო სათავეში და გიჟი იყო და ბოლომდე ვერ მიიყვანა ეს საქმე მაგრამ პირველი მცდელობა იმისი რომ ფეხბურთელების ვითვლებებზე ვიღაცა სხვა მოეღო რაკეთა ამან უფრო ხალხის ფეხბურთელი იყო ჩემი აზრით ეს არის აი როგორც თქვა ბრაზილიაში დღემდე ну დღენ იქაც გაფეხსარებულია რასაც ახლა მე გელაპარაკები მათ შორის ბოტაფოგოს კომაგებშიც კი რომელსაც თავი კერპიცონა იყოს ვიზას ლაპარაკობ გარინჩას გულისხმობ იმას ალეგრია დე პოვოს ეძახდნენ ბრაზილიაში ანუ ხალხის სიხარულს თავდება ლაპარაკი ხალხის სიხარულის იქით დაგაგზავნე ამეთი ხო ფეხბურთის მეფე ის გავიგე მაგრამ ხალხის სიხარული თავდება ამაზე დიდი თაყვანისცემა და დიდი პიეტეტი არ შეიძლება რომ გამოხატო მაგრამ ის უყვარდათ მაგრამ პელე ის არის აი დაახლოებით ესე თუ ჩვენ დავითვლით ახლა ვინ ამოიგო მესის მარადონა კი არა საერთოდ სოფლიოში ვინც მოიგო ტიტული ისინი რაოდენობრივად დაუბრუნდა იმდენი რომ არის არა მაგრამ ეხლა მე არ გულისხმობ თანაწყოს ვიღაცა მაგრამ სოფლიო ჩემპიონობის ტიტულები არ ვიცი რამდენია მოგებული ხო მაგრამ და 40 წელიწადში კიდე რეკორდებს ამყარებს მაგრამ არგენტინამ მესი იწამა მაშინ მხოლოდ როცა ის მიუახლოვდა დიეგოს მოედანზე იმისი რა ქვია რაღაცა იმისი ზღვარგადასული ემოციების ჩვენებით მესამე ადგილისთვის მატჩი როცა მან დაიწყო რეალურად ადამიანური ემოციების გამოხატვა ხო ჩილესთან დააგდეს იჩხუბა რაღაცა და მიუხედავად რომ მესამე ადგილზე ლელი მაგათთვის არაფერი არ არის და სამ ბრაზილიაში თამაშობდა იქ თუ ესო არა ეს გახდა მივიდა იქ ბიძინა ხომ არ არის ერთ-ერთი დეტალი დაუშვათ აი თლად აი ამ ვერ მიღებლო ბოლომდე ვერ მიღებლობის მესის როგორც არგენტინელს ის რომ მას არ აქვს დაუშვათ ბოკას ან რივერის დნმ იცი რა შეიძლება ნაწილობრივ შეიძლება იმიტომ რომ მაგრამ მე შეგეთქვა რომ შენ იქ ჩადიხარ იქ ნახევარ არგენტინას არ აქვს ახმა ფეხბურთის ან ბოკას ან რივერის იმეთი რა ქვია პრიზმიდან იმიტომ რომ შენ რო შეხვდეს თქვა ინდეპენდენტეს ან სან ლორენსოს ან რასინგის თქვა თითქუთეულზე თუ ლაპარაკობ კომაგი ის გეტყვის რომ ერთის დედაც მეორესის და მე ის ბოკა რომელი რივერი შენ მაინტერესებს ქათმებს ეძახიან რივერს ყველგან დააჭანები იმას ბოსტეროს ეძახიან რა ქვია ნეხვის იმას რა ქვია ბოკას ხორგონი ისინი თვითონაც ეძახიან თავისთავად მაგრამ ხორგონეს რაღაცა აღმატებითი ან ესეთი დამოკიდებულება გვინმეს მაგნერ ეს არის საოცრება კიდე იმ ბუენოს აირესში ეს არის ქალაქი რომელშიც ყველაზე მეტი სტადიონია ყველაზე მეტი კლუბია
ლონდონთან ერთად, მაგრამ აქ ყველაზე მეტია მაინც, თუ შეგიძლიათ გადაამოწმოთ ეს ყველაფერი, თუ ლაპარაკობ დიდ ბუენოს-აირესზე. ბუენოს-აირესი ის აველანი და უშუალოდ შეიძლება წაიგეთ, რომ აველანიდის გუნდია, რივერი და ეს რა ქვია მას რასინგი და ინდეპენდენტე იქ რა ქვია მისი ბოედოს უბნის არის თქვათ სან ლორენცო, მაგრამ ეს არის ბუენოს-აირესი. ყველანი დიდი ბუენოს-აირესი ეგრეთ წოდებული. თავდება ლაპარაკი. იქ ყველას ყავს თავისი კომანდი. შენ რომ მეორე ლიგის გუნდის იმისი რა ქვია ფლანდრიის ან რაღაცა იმისი რა ვიცი სანტელმოს გულშემატკივრთან მე ამას კომოგული ეს რაში მაშინ მეინტერესებს ბოკანეს აი სანტელმო ორმეს არ საწარყოფილა არსად ვიცი რა სკალონის ფენომენზე მინდა კითხო რანაირად მოახერხა ამან ის რაც ვერ შეძლო ბოლო აწლეულები სკალონი არის მე სკალონის მე ვარ იშვიათი ადამიანების აგენტის კომანდების წარმომადგენელი ვინც თავიდანვე ამბობდა რომ სკალონი იქნება არის ორი არჩევანი ამაზე მე დავებოდა ტატოს ბაციკაძე მე დავებოდა სანდრო ცნობილაძე სხვები რაღაც წერდნენ არის ვინ მოიყვანეს რაღაც ისორი რაღაც მე მომდი რომ ეს არის ორი არჩევანი და ამოშთი მართალი მე ნიშის მოგებით ვამბამას სკალონიმ გააკეთა მოიტანა ნაკრებში სიმშვიდე მოიტანა ოჯახური განწყობა ნახე რამდენიმე ფაქტორია სკალონის ესეთი არის კაცი რომელმან გამოიარა ყველა ასაკობრივი ნაკრები და ყველაზე კარგად შიგნიდან იცის ის პრობლემები რომლებიც არგენტინის ნაკრებს ყველა ეტაპზე ოდის კონდა არგენტინული ფეხბურთი არის ერთ-ერთი ყველაზე უფრო არეული და მოუწესრიგებელი არ ვიცი შეიძლება მამის არის ნათიხიბლი არ ვიცი მაგრამ ფაქტია რომ მოუწესრიგებელი მე ის რომ ამას რომ კომოგობ ეს არ ნიშნავს რომ ვერ ხედავ თქვათ იმ მინუსებს რომელიც მას აქვს იმ ჩემპიონატში ვინც რასაც თამაშობს რასაკეთებს ვერ გაიგებ ის თუ არა ხარ ევკლიდე დათვალო ვინ საიდან ვარდება 3 წლის ესენი ცხელები მართლა რა ვერ მოახდა აი მაგრამ იცი რა არის მეორე მხრივ კორუფცია აღარ აქვს ამის გამო იმიტომ რომ ყველა თამაში რაღაც მნიშვნელობა თვითონ არციან რო წააგო რა დაემართება თვითონ ვერ ხდებიან ვარდებიან თუ ჩემპიონები ხდებიან და თუ არა და მეტოკია რომელიც ზულთ ანუ სამი შემადგენელია ან ვარდება ან თასის რომელიღაცა თასზე გადის 3 წლის რაღაცა ჭრილში და ან ეთამაშება კაც რომელზეც ემონებიან რომ ეს არის შენი თავარი მტერი და მოკლა უნდა იმისი ანუ ამიტომ ვეღარ უთანხმდება ვერაფერზე ვერავის და აღარც ფული არ ინტერესებს არც არაფერი და გიჟია ნახევრად კიდე რა სკალონი ნახე რა ნაკრებში მოიყვანა აიმარი ნაკრებში მოიყვანა პლასენტე ნაკრებში მოიყვანა და ასაკობრივი ნაკრებები ჩააბარა ხო ამას ნაკრებში მოიყვანა სამუელი ნაკრებში მოიყვანა აიალა ანუ ის ხალხი ვინც იცის აი ამ მაისურის ფასი პლუს მას თვითონ აქვს მოგებული არგენტინასთან ერთად სოფლიო ჩემპიონატი მართალია ახალგაზრდული, მაგრამ სოფლიო ჩემპიონატი აქვს მოგებული და ტიტული აქვს მოპოვებული არგენტინისთვის 97 მენტალობა აქვს გამარჯვებული. გესმის და პლუს არის საოცრად დადებითი ტიპი. იმიტომ რომ მას მეორეა რომ იცი რა როცა მარადონა აკრიტიკებს და გაგინებს არგენტინი ძალიან რთულია რომ პასუხი გაცე და არ გახდე მერე მტერი იმისი რა ქვია ერის ამან არ გაց ამიტომ ის რომ მან პასუხი არ გაცა თქვათ იმ კრიტიკას და იმ რაღაცა დაცინოს აი მინარის კალონი რაიცა ხო და თქვათ დიეგო რომ იცოდა ესეთი ყვახე რაღაცების ლაპარაკი ხო მესიდან განსხვავებით ეს აბსოლუტურად ეს არ მეტყველებს არაფერზე ეს შეიძლება შეშეყოფილო ხო და შეიძლება იყო კიდევ მე არ ვიცი ახლა ამის იმას რა ქვია мотиваცია რა ქონდა ხარ რატო გაჩვენა და არ ვიცი მაგრამ ფაქტია რომ ამასაც გაერიდა ფაქტია რომ ის აი რო უყურებ მის რეაქციებს თქვათ გამარჯვებაზე გოლებზე არგენტინის ნაკრებს სოფლიო ჩემპიონატებზე გულისხმობ მე თუ თქვათ იქ მოგებულ კოპა ამერიკებზე იქ ხვდები რომ ეს კაცი კვდება აი ამ ყველა ეპიზოდში გუნდთან ერთად და საოცარი განწყობა. მე ცრელებამდე მივყავარ ამას გულწრფელად ვამბობ. ხო რა და იცი რა ატმოსფეროს გუნდში აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. ეხლა მე შეიძლება სხვა მაგალითი სხვა სპორტის სახეობიდანაც მოგიტანო მაგალითად
ამერიკის შეერთებული შტატების ჰოკეის ნაკრებზე რო ვილაპარაკოთ. მეორე დიდი ტურნირია ამერიკელები უარს ამბობენ სტატისტიკით საუკეთესო მოთამაშეების ნაკრებში მიწვევაზე. ამბობენ რომ არა, ჩვენ უჭირდება გუნდი. ჩვენ ვჭირდება შეიძლება ნაკლები შაიბა კონდეს გატანილი ან პასი კონდეს გაკეთებული რაღაც, მაგრამ ის გუნდური სულისკვეთების არის. მე წავედი შვედეთში, მე ორი ქვეყანა მეყვარს, არგენტინა და შვედეთი განსაკუთრებით. ჩავიცვი მაისური, დიდი სამი ჩავედი სტოკჰოლმში, სურათი გადავიღე მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალზე ვარ, ტრეკრონური, რომელიც საოცნება მქონდა მთელი ბავშვობა და აი ეს ყველი და ბუკასაც იმიტომ ხომაგობ, რომ შვედეთის დროშის გამო აქვთ ის ფორმა, რომელი გემის შემოვა მაშინ რა ქვია, პორჩი პირველი იმის ფერებს ავიღებთო და შვედეთის დროშით მოსურავი გემი შემოვიდა. ამით ჩავდი უკან რომ მოვტრევა სანამ ეს სურათები გადმოვთვალე 5 მოლს აგებდნენ ამერიკელებთან და გახდნენ მსოფლიო ჩემპიონები რა ქვია ამერიკელები და მაგატრიუმსაც დავესწარი და უყურე თვითონ რა. ანუ ატმოსფერო ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება გადამწყვეტიც. და აი ეს რაღაცა ერთმანეთისთვის და ნუ პლუს დააყენა მესი რაღაცა სხვა როლში, იმიტომ რომ ესენი ეს დეპოლი და რაღაც არჩენები არიან რომ მესისთვის თამაშობთ, მესისთვის და მწვრთნელებს ბოლო პერიოდში დააკვირდა თეორიის ერთ-ერთი მთავარი პრობლემა ჩემის აზრით არის მწვრთნელების გაზულუქება და რაღაცა რატომაც გადაწყვეტეს რომ ესენი არიან ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი ტიპები. მათ შორის თქვენმა საყვარელმა გვარდიოლამაც, რომელიც ყველგან ავასობის ის კი ანუ პირდაპირ არ ამბობს ამას, მაგრამ იცი რა მე შემილია გაუშვა თქვა ვიღაცა ხულენა რო არის მოვიყვანო ეს მარმუში თუ ვიღაცა იქიდან მივიკიდე მე და აქ უზრაკი ესა მწველი და რაღაცა და მე მაინც გავაკეთებ ამისგან გავაკეთებ და ამისგან როგორც ვერ გააკეთა იმა რა ქვია აგულინოს პონვეთიკა ისე ვერ გააკეთებს ეგეც მარმოშიდან ვერაფერს კი არის მაგაში სიმართლის მარცვალი ხო იმიტომ რომ ცვლილებმა გადაწყვიტეს ისინი არიან მთავარი ფეხბურთელი კი არ არის მთავარი მე ვინც არ უნდა მყავდეს აი მე აქედან მოვალ და მე ეს ამას არ აკეთებს არ უშლის ხელს ფეხბურთელებს და ახლა ტაქტიკური გასწავლება რო აღდა მოყოლებს სადავე ყისმათ არ რო იყო აი ზიდანზე ამბობენ ხოლმე იცი რა მაგის ნორმალურად კი არა ყისმათი არის ბიჭო სამჯერ აიღო ზედიზედ ჩემპიონატში და თუ ყისმათით იგებს იყოს რამშორბა შენთვის შენ თქვა რა წავიდა მოიგო სამივე ფინალი ახლა ყისმათით მოიგო იმით მოიგო თუ რაღაცა იულოცა თუ პერესი დაეხმარა მაგას რამ ნიშნავდა და ის ხელი მოასხაიკა და შამანი მოიყვანა რამშორბა რომ მოიგო ბიზნა შენ ახსენე ბეჭდური პრესა რაღაც მომენტში და ჩემთვის ამ მნიშვნელოვანია სხვათა შორის ეს საკითხი მე ძალიან მომწონს ტრადიცია კულტურა ბეჭდური მედიის, რომელიც ევროპის რამდენიმე ქვეყანაში შემორჩენილია ძალიან მაღალ დონეზე. აი ეს მთელი რიტუალი დილის 10 საათზე უკვე მაგალითად ესპანეთში, იტალიაში ვერ ნახავ გაზეთს საყიდლად. და ეს სოლიდური გულშემატკივრები, ასაკოვანი ახალგაზრდა გულშემატკივრები ამ ღია კაფეებში რომ ზიან და ამ გაზეთს კითხობენ, რომლის ვერსიაც რა თქმა უნდა აი ამ რა თქმა უნდა ყველაფერში არის. უფრო ადრე არის დაიბეჭდება იქ. რა ვითარება ამ თვალსაზრისით ოკეანის მიღმა სამხრეთ ამერიკაში და საერთოდ აი როგორ უყურებ ამ კულტურას? მე არჩევების ხანად უყურებ და მე გავიზარდე ამაზე და ჟურნალისტიკაში გითხარ კიდევაც მოვედი ამ გზით. გარდა ამისა, მე მქონდა ბედნიერება იმისი, რომ თქვა ჩემი მასწავლებელი ყოფილიყო და პლუს ოჯახის წევრი ნონდარ გუგუშვილი, რომელიც დღემდე რჩება ალბათ მეტრად ქართული სპორტული ჟურნალისტიკის ჩემი სიმამრე იყო ახლა და მე ამ კუთხით ავლაპარაკობ უნებრივია. ასევე მე მქონდა ბედნიერება ყოფილიყავი ძალიან ახლო ურთიერთობაში, იმიტომ რომ ჩვენი ოჯახის ახლო მეგობარი იყო მიხეილ კაკაბაძე, რომლის ლელოც იყო 70-იან წლებში იყო ის, რაც შეიძლება დღეს არის გაზეტა დელო სპორტი თუ ეკიპი თუ რაზე მე არ მეშინია ამ შედარებების გაკეთება, იმიტომ რომ იქ იყვნენ ბიჭიკო ქორქია, იქ იყვნენ
კორიფეები სპორტული პრესის და მე არ გულისხმობ ამ შემთხვევაში მხოლოდ საქართველოს და ქართულ ვთქვათ რეალობას. ისინი იყვნენ ჯერზეთი არის კარგს ვამბობთ ამეთი, მაგრამ ისინი არ არიან პროფესიონალი ჟურნალისტები, არც ერთი განათლებით. ისინი ნოდარს ფილოსოფიური ქონდა დამთავრებული, ბიჭიკოს ანუ სხვა სპეციალობები ქონდათ, მაგრამ ქონდათ საოცარი განათლება და შეიძლება იმ სპეციალობებში და იმ სხვა სფეროში მოღვაწეობა მათ მისამათ ძალიან დიდი დიაპაზონი თავშოთ ცოდნის და ამიტომ ყველაფერი შეეძლო ისინი წერდნენ საოცრად. ერთ სიამოვნება იყო ამის კითხვა. და რა თქმა უნდა მე არ ვარ იმ თაობის წარმომადგენელი ჩვენ სხვა თვისობრივად სხვა ჟურნალისტიკით მოვედით კარგ სუძზე არ არის ამ შემთხვევაში ლაპარაკი, მაგრამ ის იყო სახელმძღვანელო ჩვენთვის. რა დონეზე შეიძლება წერდა. თუ ამას ვერ აკეთებ, მაშინ წახვიდე და ეძებო რაღაცა სხვა შენთვის უფრო ახლო მიმართულება და იქ ივარგო. იმიტომ რომ უბრალოდ კალკირება ან რაღაცა ეს რა ქვია მიბაძვა რაღაცის ყოველთვის ჩანს და ყოველთვის მე რაღაცა კარიკატურული ხდება, იმიტომ რომ ხდება ადამიანი შენი არ არის ესა და არის რაღაცა გადამღერება რაღაცა სხვისი. მე ვერ გავაკეთებდი ისევე როგორც კომენტატორობაში, როგორ შეიძლება და მე მიმებაძა პატიმესთვის რა ქვია, კოტე მახარაძესთვის და ეს ეროსისთვის და რა უნდა გამოჩენილიყო მე მათი მანერით მე იმას ახლო ვერ მივიდოდი. ამიტომ ჩვენ გავაკეთეთ თქვა აქცენტი შემათაობამ, აი ვერვიზეს როცა ვახსენე ხო ჩვენ გავაკეთეთ წილში წაყვანაზე ხაშე ბერს გონია რომ 64 წლის ფინანსო აჩვენება ხოლმე რომ ის წილი არ ყოფილა ის წილი რეპორტაჟი გადაღებულია თბილისში. ეს ერთად რა ახლოვე ერთმანეთს კოტე და ესა ეროსი იქ მიყავდა თითო ტაიმი რეალურად ცხოვრებაში, მაგრამ ეხლა ორი დიდი მსახიობი იყო და არ გაჭირვებიათ იმის დადგმა მე აქ, მაგრამ დამტემ მას ვამბობ წვილი ჩვენ შემოვიდა. ოჩა იქ ხმა მერია დადებული? ხმას მერია დადებული და ეს რა ქვია ეს მერია გაკეთებული ესა კადრებიც იქ რო შედან იმაში და ახტებიან ერთმანეთს, ეგერ არის იმაზე პატარა ძველ კინოსტუდიას პატარას ვეძახდით იმაზე პლეხანოვის კინოსტუდია იქ არის გადაღებული. ხო, მაგრამ ანუ ის მომიდა ხა ჩვენ სხვა რაღაცის გამო გავაკეთეთ წვილი, იმიტომ კი არა რომ ახლა გენიოსები მართალი განათლება შიშის გამო. იმიტომ რომ მარტო ჯდომა რეპორტაჟი და რაღაცა შეცდომა გაგეპარა აგერ მეორე ყავს და ხელს ეტყვის და გაგისწორებს რაღაცას და ამითი დავიწყეთ ჩვენ. ეს იყო мотивация შიში იმის წინაშე რა აუდიტორიის წინაშე გამოჩენის და პლუს ის რომ თანამედროვე უყურებდით რომ იქ იტალიაში ორს მიყავს იქ რაღაცას ორს მიყავს და მოდი იქნებ ჩვენ ვსადოთ ერთი მხრივ ეს იქნება პროგრესული რაღაცა იმისთვის მიბაძვა, ევროპული რაღაცისთვის თქვა სამყარო ქვეყნის ტელევიზიის მიბაძვა და მეორე ეს დაგიცავს, ეს არის როგორი დაცვა იმისი რომ დამზღვევი ყავს გვერდზე. როგორია კარგი სპორტული ჟურნალისტი? კარგი სპორტული ჟურნალისტი არის ადამიანი, პირველში განათლებული ადამიანი, რომელსაც არ არის თავის თავზე შეყვარებული და არ ცდილობს თავის გამოჩენას განსაკუთრებით. და რომელსაც შეუძლია ჩემთვის თუ მწერალი ჟურნალისტია უნდა შეეძლოს ამბის თუნდაც გამოგონება, იმიტომ რომ სტორის გარეშე წერა ჩემთვის არ არსებობს. მე ძალიან მიყვარს ბევრი ისეთი ჟურნალისტი რომელიც სვეტს წერს მაგალითად ხო, მაგრამ სვეტის მწერალ ჟურნალისტს კარგი სვეტის მწერალ ჟურნალისტს ყოველთვის შეუძლია სწორედ სტორის ჩატევა აი ამ პატარა მაშინ რა ქვია და ამის ყველაზე კარგი მაგალითია გიო ახვლედიანი, ანუ აკამორჩილაძე ხო, ჯენერალობარი და იმიტომ რომ აი ეს არის სვეტი.
ისტორიას ტოვებს რაღაცას, თორე აბა ხება მარტო ის დაწერო ამან იმას მიაწოდა, მე იმან დაარტყა კარში და გოლი გაიტანა, წერია იქ ეს ტაბლოზე. აქცენტები მე რასაც ბოლო პერიოდში ვაკვირდები, ხო? არის აი რაღაცა ინსაიდერულ ყოფები, რაღაცა ამბებზე ეს არის ჟურნალისტიკა. ესეც საჭიროა. ეხლა უკვე ყვითელი პრესის გარეშე ჟურნალისტიკა არ არსებობდა არასოდეს და ამას აქვს თავისი აუცილებელი ადგილი ყველგან, იმიტომ რომ ადამიანებს აინტერესებთ მოკლე ამბები, ეს იმას გაშორდა, იმან სოლი მოიყვანა, იმან პული აიღო, ამან ხელფასი დაკარგა, იმას რაღაცა მოუვიდა, ეს ყოველთვის აინტერესებს ადამიანს და ამიტომ ამას თავისი ადგილი აუცილებლად აქვს. გოსიპს ეგრეთ წოდებულს, ხო? ასევე აქვს აუცილებელი ადგილი storytelling-ს, ხო? მე ხა არ ვლაპარაკობ იმიტომ ამ ინგლისურ ტერმინებს, რომ ქართული არ ვიცი. უბრალოდ ასე არის დამკვიდრებული, თქვა ხო ინგლისური ენა სამწუხაროდ ქართული არ არის ესენი რა ქვია, თორე ისტორიის მოყოლა ქვია ამას და თქვა ჭორაობაა ის და მე ვიცი უბრალოდ ასია შესული ადაპტირებულია უფრო დღევანდელ. ხო, არა, მეც მირჩევნია ქართული ლაპარაკი. ესეც არის ერთ-ერთი ნაკლი ალბათ, მათ შორის ჩემის და სხვა ქართველი, თქვა ჟურნალისტებისა, რომ რაღაცა ხშირ შემთხვევაში რაღაცა ცოტა ეს მარიაჟობ და რაღაცა იმას ლაპარაკობ და გაუგებარი ჩვეულებრივი ადამიანისთვის გაუგებარი ამას. ხო, მართულებთ რაღაცას. მაგრამ მე შემთხვევით არ მდგავს, რომ ადამიანები არიან ეხა დაკავებული ძირითადად იმით თავის განდიდებით და რაღაცით, რომ აი მე რა ხარ ნახე მე მიყურეთ, მე რა მაგარი ვარ, ამბავს კი არ გიყვები იმის და იმას კი არ გეუბნები, რომ 2000 медали მოიგი, არამედ არ დაკავებული რაღაცა იმით, რომ რაღაც იმეთი რა ქვია, კაზმული რაღაცა იმეთი ფრაზებით ლაპარაკით და რეალურად უკან იმაზე რა ქვია პლანზე გადამყავს ის რაც უნდა იყოს მთავარი. ხო, აი რა მოხდა, რა არის, რა ტენდენცია, რა ხდება, ანალიზი უნდა არის, არა. ან და პრეტენზია, რომ ნებისმიერ ადამიანს მე სიამოვნებით მივდივარ იმ პოდკასტებში, რომ სადაც ვიცი ვინ არის. მაგრამ ისეს მოხდა რომ რამდენჯერმე ვერ ეუნები უარს ხო ხა რაღაც ადამიანს რომელიც თხოვს რომ მე არა ვარ ეს ამპარტამანი აი არ მოვალ მაგრამ მეორე მხრივ მე ჩემთვის ვფიქრობ ხო და ესეც რეალობა ხო ხერხლობაში ჩავგდი ხარ ეს შეკითხვას თუ არაფერი არ იცი რომ ამდენი ესე თუ არის ეს თუ არ გესმი რაღაც დამიბარე ხარ მომიყვანე და კითხვას ანუ ვერ მოყვები რაღაცა თემაზე გადავდივარ და მაბრუნებ სადაც უკან იმიტომ რომ ეს კითხვები გიწერია და არ შეგიძლია ვთქვათ გაყვე ადამიანს ეს ჟურნალისტობა არ არის ესეთი იული ყველაზე იული საქმე როგორც საქართველოში ჩანს და ნები ხარ რაღაცებს კიდევ მეორე ყველას აქვს ყველაფრის უფლება მე პირიქ შეზღუდვების პირველი მოწინააღმდეგე ვარ მაგრამ რაღაცა მომენტებში ხედავ ეს ვინ ინფლუენსერი რაღაცა ხალხი მე სამას ვიცავ მე იმას შევიცავ მე მესმის არ გიან უყურებ ოკეი აბსოლუტურად მისაღებია ჩემს მაგრამ ხო ცოტა კარიკატურულ დროშიც გვიწევს ცხოვრება, იმიტომ რომ ეს ამდენი რაღაც ეს ამდენი ინფლუენსერი ჯერ ვიზია აქვს ეს ინფლუენსი ნუ ეტყობა რაღაცა კატეგორია ექცევა ამ გავლენის ქვეშ. ხო, არ ვიცი ხა რა შეექცევა. ჩემ მე როცა ვიწყებდი ამ სფეროში შემოსვლას, ნუ ჩემი სტუდენტობის დროს ესე მარტივი კი არა ესეთი რთული იყო. დღეს ტელეფონი თუ გაქვს, უკვე შენ გაქვს იმის საშუალება, რომ შენი რაღაცები ილაპარაკო, შენი პოზიციები აფიქსირო, ამ შემდეგ მაშინ მე როცა სტუდენტი ვიყავი, ორი ტელევიზია არსებობდა, ეს იყო საზოგადოებრივი მაუწყებელი და რუსთავი 2 იყო ახალი გაჩენილი და წარმოიდგინა რამხელა ძალისხმევა გიწევდა, რომ სადღაც თავი შეგეყო, რომ შენი საქმე გეკეთებინა და რამხელ კონკურენცია. ეხლა ეს რეალობა არის ის რაც არის, ხო? ხა შენ მენწოს თუ არ მომწოს, ამით არ შეიძლება. და ამაში სულ არ არის. საბოლოო ჯამში მაყურებელი ალბათ განასხვავებს კარგს და ცუდს, ან ვერ განასხვავებს. და თუ ვერ განასხვავებს, ესე იგი ესეთი საზოგადოების პროგრამა ვერ ფერიზა მე ხაკმო. მე თვითონაც ძალიან ბევრ შემთხვევაში შემეწყვია ხელი იმისთვის, რომ საზოგადოება უფრო გამოშტერებული იყო
ვიდრე იმ მომენტისთვის იყო. მაგალითად, ყველა ის სერიალი, რაც მე ვიყიდე იმის მარიო ჩიმაროს და ვიღაცების მონაწილეობით იმის ერის მენტალობის გასაჯანსაღებლად არ გამოდგება. კი, არის, რა თქმა უნდა, არის. ხო, ესეც რეალობაა, ეს რაც იყიდება. ხო, იმიტომ რომ ბაზარს აქვს თავის კანონები, ცხოვრებას აქვს თავის კანონები, ხეცია, შენ მაშინ უნდა იყო ასკეთი სახვიდე იმაში, სადაც სვეზე შედგება იდი. ანუ შენ თავზეც გექნება ეხა გამოცდილი და მეც მაგ გამოცდილი, რომ აი რო ვფიქრობ, რომ აი მაგარი ინტერვიუ დავდე რა, აი სერიოზული ინტერვიუ დავდე. არა, იმის მიმართ ინტერესი ბევრად ნაკლებია, ვიდრე რაღაცა სულელურ რაღაცას გავაკეთებ ან ვიტყვი, ან ხო, საკუთარ შენივე ხო შენ ხო ხდები კარგი რომელია შენი გაკეთებული და ცუდი ხო და შირია ესეთი რომ იმას უფრო აქვს დაუშვათ ეს რა ქვია გავლენა საზოგადოების ან მოწონება იმას მეტია ნუ ხა ეგეც არის რა ანუ უნდა შეგეძლო ზურნა ცოცხალ ხარ უნდა რაღაცა ლავირება ხო მორგება სიტუაციაზე ხა კარგი ცუდი სიტუა მორგება და სამარანო ხა რეალობა ისიც უნდა დააკმაყოფილო და ის სეგმენტიც უნდა დააკმაყოფილო რაღაცნაირად რა. რაზეც არის მოთხოვნა, ისიც უნდა აკეთო. ან მაშინ უნდა შეგეძლოს და გქონდეს იმის ფუფუნება. ეხლა თუ შენ ამითი აპირებ ცხოვრებას, მაშინ ნახე რა არის რაღაცას რო აკეთებ საქმეს, ან უნდა გქონდეს იმას მატერიალური დაინტერესება გქონდეს ამ საქმეს, ან თქვა იმდენად კარგად ახარ მატერიალურად რომ იმაღლობილებს შენს ეგოს. გაიგე და თქვა ან უბრალოდ აკეთებს საქველმოქმედო რაღაცა საქმეს. თუ არც ერთი არ არის აქედან გესმის, მაშინ რაანებე თავი წავდია. მაშინ იდიოტი ხარ. სამწუხაროდ. მარადიული თემა ქართული ფეხბურთი. რანაირად გამოვა ახლა ამის გარეშე? ნაკრები და საკლუბო ფეხბურთი. ორი განსხვავებული მოცემული, ეხა დიდად არა. ბოლო პერიოდში, მაგრამ მაინც ორი განსხვავებული მოცემულობაა საფეხბურთო დონის თვალსაზრისით. რა იწვევს აი ამ აცდენას? ისი რა ძალიან რთული კითხვაა, იმიტომ რომ ბზა რეცეპტი რო არსებობდა, საფეხბურთო მიღწევოდა ამას და გამოსწორებდა კიდევაც, ხო, იმიტომ რომ ეს მარტო შენ ხარ გისწრება ეს კითხვა და მე ხო და იდეაში ქართული ფეხბურთის მამებს ამ შემთხვევაში გაცილებით უფრო მეტი ინტერესი უნდა ქონდეს ამის გამოსწორების, ვიდრე მე, იმიტომ რომ მე ჟურნალისტი ვარ, კარგია შევაქებ, ცუდია გავაკრიტიკებ. ჩემთვის ჰონორარის ისა რა ქვია კუთხით დავუშვათ ხო, ჩემს არაფერი ეცვლება. მე წერილი დავწერე ვაქე, წერილი დავწერე უდანზე სიტყვების რაოდენობა ერთიგივე და მივიღე ერთიგივე ესა რა ქვია ოდენობის თანხა. ამიტომ ისინი გაცილებით უფრო მონდებულნი იყო, ისინი აქონ, ვიდრე აგინო, ხო? რაღაცა იმაზე ლაპარაკობთ ელემენტარულ ჭეშმარიტებებზე, ხო? როგორც ჩანს, ძალიან რთულია. მე სულ მოვყავს ჩვენ რაღაცა მაგალითები, იცი, რომ აი ხორვატიაში დაახლოებით ამდენი ხალხი ცხოვრობს ან ნაკლები და აი როგორი წარმატებები აქვს სპორტის ყველა სახეობაში. მე მგონი რაღაცა სიტუაცია ცოტა მაინც იცვლება და იცვლება სასიკეთოდ, იმიტომ რომ ახლა 2000 მედალი თუ აიღე რეალურად ეს რეალობაა, ახლა ხო ეს მედლები ხო არ ერთ საათი ვლაპარაკობთ იმაზე, იმაში რა ქვია ყინულის იმაში შვედეთში მივყებოდი ნაკრებს და 50 კაცი შემხვდა კიდე ბაზაზე იმაში მიდის რა ქვია ამერიკაში როგორ ახაბაში წარმატებები პირველი ნომერი რა ხდება შენ იცი რა პირველი ნომერი გავხდი იმაში რა ქვია რეიტინგში იქ ვიღაცას მეორეს მოუბრუნდების ადმედი ხარ ევროპის ჩემპიონატზე მივდივარ რა ქვია წყალბურთში იქ მესამე მიდის სადღაცა იმაში ფუტზალში ესე რაღაცა ხდება ხო ესე ხო არ არის არაფერ დაინახო ხა და თქვა რომ არაფერი არ ხდება სტაგნაცია ნამდვილად არ არის ხო ფეხბურთი სამწუხაროდ აშკარად ჩამორჩა ამ ფერხულს მაგრამ იცი რა შეა საქმე მეორე მხრივ წარმატება როგორც კი მოვიდა
სანაკრებო ხო ეხა ლუქსემბურგს მოუგე შენ იქ იმას პენალტი გაუტანე თუ რა გააკეთე იმასთან რა ქვია საბერძნეთთან ფაქტიურად გახვედი იქ მოუგე პორტუგალიას ეხლა რამდენი წარმო ეძახონ ფედერიკოსებმა რეცრიმს არ უნდა და კრიშტიანო რონალდო რა უნდა და თუ მოუგე კრიშტიანო რონალდო უნდა და თუ არ უნდა გიჟივით სანამ 1000 გოლს გაიტანს ხო დარბეს ეგ იმაში აკლებს დაძებს და იგაა გოლები და ეხა იმაში იქ არ უნდა და ევროპის ჩემპიონატის გოლის გატანა როგორც წარმოგიდგენიათ ეხლა ესა ხო მაგრამ იცი რა მე მაინც რაღაც იმედით ვარ ხოლმე განწყობილი ალბათ მაინც მენეჯმენტშია საქმე საკლუბო დონეზე თუ ვლაპარაკობთ კლუბების მიდგომაშიც რაღაცების მიმართ გესმის იმიტომ რომ არ შეიძლება ესეთ ჩვენ ვართ მოუთმენელი ხალხი რეზულტატი გვინდა დღეს და არ ხდება ეგ ვერ გაითავისა ვერავინ რომ შეიქმნა ბავშვობიდან იქიდან რომ ლაპარაკობთ ამ ამაზე რა ქვია შვეიცარიაზე თუ ბელგიაზე და ვიკვირს რომ აიცა პატარა იმან დაგიჟეს ნორმალურ გაღანაა მეორეცეთი და შესაბამისად მენტალიტეტიც ნორმალურია კანო დაგეგმა იმან დაგეგმა ასაკობრივი ნაკრებები დაგეგმა ბავშვთა ფეხბურთი დაალაგა რაღაცა ეხლა ინფრასტრუქტურა არ არის საქართველოში ვერ იყო აშენდა 50 სტადიონი ხო მაინც სად არის მაინც ვარდება ეს გუნდი ცუდი სტადიონი იქონდა ვარდებოდა კარგ სტადიონებში მაინც ვარდება დამშორბა ხო ერთი მხრივ რო შეხედო საქართველოს ჩემპიონატი ან თითქოს ხალხი რაიონებში მაინც დადის ამ თამაშებს არ არის ესე ხო არ დადიოდეს არავინ არსად ფეხბურთელები არიან რა ვიცი ნაკრები ხან ეხლა ასაკობრივი ნაკრები ყველა ვერ იქნება ყოველთვის არ არის ეს თაობა ხო ասაკობრივი ნაკრების პრობლემა რაშია რომ ჩვენ 18 წლიანები კარგი ყავს 17 წლიანები შეიძლება ლიმიტირებული ასაკი და ხო ნუ რაღაც ეს არის ხო მაგრამ ეხლა რატო არის თქვა სვანაძეზე ლაპარაკობთ ესეთი აღმატებული იმით იქაც არავის არ მოუნია რომ სვანაძე არის მოურინიო და ეს გვარდიოლა არ უთქვამს ეს არავის ხანდახან იტყვი ხოლმე რომ აი რა კარგად უძღვება საქმე და ვიღაცა გამოგიხდება და იცი რა გამაგას რა რატო ვერ მოიგო დღეს და ბიჭო ყველა ნაკრები ხო არ ეყოლება ეს ასაკობრივ შეზღუდული ორჯერ რო გავიდა იმას ევროპის ჩემპიონატზე ეგრე როგორ არის მაშინ და იმას პორტუგალიას რომ მოუგო და იმას რა ქვია ჰოლანდიას და ბელგიას და ხორვატიიდან იქიდან უარესი თაობით მაშინ ევროპაში შევიდა საფრანგეთთან რატო წავაგო ამბობდა ხა ეგრე არ არის რაღაცა ცოტა დაუბრუნდეთ იმაში ხო რაღაცა რეალობაში ხო და მე უფრო იცი რა მეგვერდა და დინამოს წარუმატებლობა ხო და ვერანაირად ვერ მეგუები ამას იმიტომ რომ დინამო ჩემთვის ცოტა სხვა რაღაცაა ეს კი ცოტა კი არა მე ფეხბურთი შემოყვარდა თბილისის დინამოთი ხო და განსაკუთრებით ვქამაგობ მას ყოველთვის ვქამაგობდი განსაკუთრებით და ყოველთვის ჩემთვის დინამო იქნება სხვა რაღაცა ისე როგორც ვერ შევეგუები ვერანაირად იმას რაც ხდება იმას რა ქვია კალათბურთის თბილისის დინამოსთან დაკავშირებით 60 წლის თავზე ეს ევროპის ჩემპიონატის ჩემპიონატის მოგების გუნდი გავარდა საქართველოს ჩემპიონატად შემდეგ წელს გავარდა იქიდანაც მე იმიდან აღრანც ვარდება არსად და დაიშალა საერთოდ არის სად არის ეხლა რო კითხულობ სად არის ეს იმის სამართალ და მემკვიდრე კი არ არის ეს არის სხვა დინამო ეს არის ის დინამო და ის კაი სხვა ის სად არის საერთოდ რომელიმე არც ის არის არც სამართალ ერთი მემკვიდრეა არც მეორე არც მესამე არაფერი არ არის ფაფუ ეს კემანს არის ეს ფეხბურთი და ის საერთოდ აღარ არის აი ჩემთან სტუმრობის დროს იაგო ხვიჩიამ თქვა რომ აი როდესაც ქართული საკლუბო ფეხბურთი მაღალ დონეზე იყო იმიტომ იყო რომ ნაციონალური ნიშნით ხდებოდაო დაპირისპირებებიო და ესო ძალიან ახელებსო ქართულ საზოგადოებას და ქართულ ფეხბურთელებსო და ერთადერთი გამოსავალიო რომ ამ დონემ აიწესო რომ აი ამიერკავკასიის თუ კავკასიის ჩემპიონატის რაღაცა საკლუბო დონეზე რაღაცა ტიპის ტურნირის შექმნის აუცილებლობა შეიძლება იყოს გამოსავალიო რა ძალიან რთულია მეც ვფიქრობ რომ გუნდი გარდა მისი რა მithulat ესეთი ამ სკანდინავებით აკეთებენ ესეთ რაღაცებს და უშუალოდ იმათაც გააკეთეს თავიანთი ლიგა
ვერ გეტყვი რა ძალიან კარგად მუშაობს. იქაც არ უყვართ ერთმანეთი შვედებს რო ეკითხები ნორვეგიელებზე ამბობენ რომ ყველაზე კარგი რაც აქვს ჩვენი მეზობლები არიანო. და ესა რა ქვია ფინელები არ ვიცი აღიარებ ჩვენ მათ უპირატესობას ყავს რომ ჩვენზე მეც. ან ყავს ვერ აქმევია ვერაფერს დაანჩეს. აჰა. ესმის ანუ იქ ხარ გონია რომ ნაკლებად ესა აქვს რა ქვია თავისი ჩილოური მენტალიტეტის მიუხედავად ერთმანეთი არ უყვართ დიდად. გააკეთეს ლიგა. აიგია? არა. მალმე აგდებდა 4 წლის მანძილზე Red Bull-ის დაფინანსებულ მას რა ქვია ზალცბურგს და არუშვებდა მაშინ რა ქვია ლიგა. იქ მე იგივე რონალდო 7 გოლს გაუტანდა 27 ის მეორე საკითხი იქამდე მიდიოდა ის. ხო? ესა იურ გორდენი ეგრე 2 წლის წინ ნახარფინალში გავიდა იმისი რა ქვია თუ ეს ბოდოგლიმტი აგერ მოუგო იმშენ მას რა ქვია გვარდიოლას მეტი რა უნდა განას ეხა მისი გიტარი თეთრდათვის მერე ცხოვრობს ხო წარმოუდგენელი რა თან ისე ჩაიდინა ბოდოგი ხო ნუ რანაირად ეხა ხო ანუ ახერხებენ ისინი რაღაცას მაგრამ ეს ხა ერთნიშნულოვანი ეს რა ქვია რეცეპტი არც მე მაქვს არც იაგოს და არც რა თქმა უნდა მაგრამ რაღაცა ცდად ღირსავ არა რა თქმა უნდა ისე შესაძლოა რა შეიძლება იმიტომ ნახე ჩვენ გუნდებს საერთაშორისო матчების ჩატარება საერთოდ არ უწევთ იმიტომ რომ პირველი იმაზე ვარდებიან ხო ივლისში არც ერთი გუნდი აღარ არის იმაში რა ქვია არსად ხო შეუძლია წავიდეს და ისვენოს რა კომიკურია და რა ტრაგიკული აღორძროა ერთადერთი თქვა იმაზე ანუ ხო ის არის ხო რომ სეზონებს შუა ეთამაშებიან უცხოელებს იმიტომ რომ ჩავდნენ შეკრებაზე და ვიღაცა რო ისვენებს იმაზე პლაჟზე მოყავდა ეთამაშებიან იმას ხო ამიტომ რა თქმა უნდა რაც უფრო მეტი საერთაშორისო მატჩის ჩატარების საშუალება ექნება ფეხბურთელს მით უკეთესია ეს და მით უმეტეს ამას თუ ტურნირის სახე მიეცემა და ტურნირის სახეს შენ ვერ მიცემ თქვათ ნორვეგიასთან ან რაღაცა სლოვენიასთან თუ დაძმობილებული ვიყავით ეგ აქ ჩამოდიოდა ხოლმე ოლიმპია იმისი აქ ლუბლანის და ტრაბზონსპორი თუ რაღაცა რომელიღაცა და ეხა ესე ვერ გაგეგმო ხო ის არ ჩამოვა უბრალოდ აქ და შენ სავე დღეში მყოფი თქვათ ან და შენ სავე დღეში არ არის იმიტომ რომ ის სამხედროებს გავიდნენ აზერბაიჯანი საერთოდ თვაც იმაშია ბუდღუნის ყველაფერს ხო ჩემპიონთა ლიგის ძალიან თავისუფლად 24 საუკეთესო გუნდში ხო როგორ ეხა ამიტომ მაგრამ ნუ მრავლობით ეს ერთჯერადი შემთხვევა ამიტომ რაღაცნაირად მისთვისაც სათამაშო პრაქტიკის კუთხით უფრო იოლია აქ მოვიდეს და შენ გეთამაშებ და მე მიგიღოს გიმას მიზოს თავის ანუ რაღაცა ტიპის ტურნირს თუ ჩაატარებ კარგია თუმცა იცი რა მაინც სანამ შიდა ჩემპიონატის დონე არ აიწევს მარტო აზერბაიჯანთან და სომხეთთან თამაში არ არის საკმაოდ ის რომ შენ რაღაცა გეშველოს და ამით იხეირო ქართული კლუბების სათამაშო დონე საჭიროებს თუ არა უცხოელ მთავარ მწვრთნელებს რატო იწევენ ესე აქტიურად საკლუბო ფეხბურთში უცხოელ სპეციალისტებს არა იწევენ იმიტომ რომ ქართული სპეციალისტები სამწუხაროდ ვერ აკმაყოფილებენ მას აქია დონეს უბრალოდ აქ რა შეიძლება ხო გააჩნია ვინ ჩამოყავს უცხოელი ხა მარტო იმის გამო რომ უცხოელია და ქართული არ იცის ამ პრინციპით არ შეიძლება მოიყვანო იმას მცნებელად ხო რაღაცა კვალიფიკაცია უნდა გააჩნდეს კვალიფიცირებული ადამიანი ჩამოყარა შეიძლება ფული ანუ წამოხვალ მაინც ამ პრობლემას აწყდები რა შერო ხო ნუ ფულის გარშე არ ხდება ეს არაფერი რა გავიგე ხა მე რაღაც ესე ზა პოპულისტური ლაპარაკები არა ფული რა შუაშია და ფული კი არა იმას ფული აქვს ამას აქ შენზე მეტი ფული ყველასა ანუ მე ხშირად ვედავები ხოლმე მე თვითონაც ვთქვა ჩვენს გადაცემაში მოსულ დაუშვათ ქართული კლუბების წარმომადგენლებს ან თუნდაც ვთქვა ფონდის მესეურებს ხო რომლებიც იცვლებიან მაგრამ შედეგი მაინც იგივე რჩება ხო იქაც ვეუბნებით ხშირად რომ აი იქნება სწორად არაზრევ შენ ამ ფულს იქნება ესეა იქნება ისე ფული მაინც ანუ ფული არ არისო ფაქტობრივად ვერ იტყვი არის ხე ფონდია ეგრე რომელიც რაღაცას ანაწილებს შეიძლება საბაზისოს რაღაცას გაძლევს შეიძლება სხვანაირად ჯობია გადარაცილება გაიგე შეიძლება ჯობდეს შეიძლება არ არის სწორი ფორმულა რომ ყველას ერთნაირად აძლევო ხო იმიტომ რომ
აი ნახე მე როცა ლაპარაკობდი იმაზე რომ კულტურასთან იბერიას არ უნდა ჭირდებოდა სახელმწიფოს დახმარება ჩემი აზრით. ხო, აი ნახე რა ზევანები. ჩვენ ვიყავით თქვათ კულტურის სამინისტროში მე როცა მინისტრის მოადგილე ეს არის 2000 წლიდან 2002-მდე, ხო? ну გარდა იმისა რომ ჩვენ თვითონ ხელფასი არ ქონდა და ერთსული მქონდა რომ გავიქცევდეთ იქიდან გარდა ამისა თვითონ სამინისტროს საფი არ ქონდა გესმის და მე მივხვდით რომ და 5 მანეთს აძლევდა თქვათ იმას რა ქვია რაღაცა ბევრ პროექტს რომელსაც არავის არაფერი არ ქონდა ყველა იყო უკმაყოფილო მე ითქვა ესეთი რაღაცა რომ ხო არ გავაკეთოთ პროგრამული დაფინანსება ანუ რა ავიღოთ 10 პროექტი თქვათ გაქვს რაღაცა ენტა მილიონი პირობით 100 მილიონი არ ქონდა მაგრამ რაღაცა ხო მოდი ეს მილიონი აღარ მის 5 მანეთი ვიღაცა იმას რომელიღაც იმ სფეროს რომელსაც არაფერში არ ადგება ეს მიეცე 10 გამოვყოთ და 10 საქმე მაინც გაკეთეს წლის მანძილზე გაკეთდა აი შეიძლება ანუ თუ არ ყოფნის რა აზრია რომ ვიცი ვიღაცა იმას რომელიც უბრალოდ სადაც იყო იქ არის არა წლიდან წლამდე არაფერი არ ეთყობა უბრალოდ იღებს ხელფასს და დააკ მიაქს სახში და ჭამს აუშვათ რაღაცა იმას კარტოფილს. გავიგე რომ შეიძლება შიმშილიც მოკვდეს და ну შიმშილიც ალბათ არ მოკვდება, მაგრამ ეგება ჯობდეს რომ სხვა საქმე გააკეთოს, ამას ვერ აკეთებს ახლა, ну ფეხბურთს ვერ თამაშობს ახლა. შეიძლება მისთვის უკეთეს რომ წავიდეს და იმუშაოს სადაც სუპერმარკეტში გარაჟად. ნახე მე ჩემი აზრი მაქვს, რამდენი ადამიანიც არის იმდენი აზრი ალბათ, მე ჩემი აზრი მაქვს რომ აი ეს დაფინანსება თუ მაინც ადამიანს უნდა სახელმწიფოს რომ ფეხბურთი აფინანსოს მე არ ვფიქრობ რომ ეს სწორია მაგრამ თუ უნდა მეორე ან მესამე ლიგა შეიძლება იყოს დაფინანსების ობიექტი და არც ერთ შემთხვევაში მე არ ვთვლი რომ უმაღლეს ლიგაში მოთამაშე გუნდი უნდა ფინანსდებოდა სახელმწიფოს. ხო, ეს სამწუხაროდ უმაღლეს ლიგაში 10 გუნდი რო ყავს, იმ 10 გუნდს არ აქვს მაგის ხო და უნდა კონდეს საერთოდ ანუ მესმის მე რომ რამდენი კონდი ხო იმიტომ შეიქმნა ბიზნესი გახსოვ შენ როცა შეიქმნა რომ რამდენი წლის რომ ინტეგრირება ყოფილიყო კერძო ბიზნესის იგი დღესაც ესეა რომ შენ რაღაცა რასაც მოიზიდა ერთი იმდეს დემოკრატია და რაღაცა ხო მაგრამ ის ლიმიტირებულია შენ 5 მილიონი რომ მოიზიდო იმას არ გიბრუნება კი გავიგე მაგრამ ნუ რაღაცას მე ხო გაგი ანუ მაგრამ არც ეს არ შეიძლება ხო რა არა აქვს ხა ნუ როგორ ხა ან კიდე ვიმეორებ მენეჯმენტში ასაქმე რომ ადამიანები რაღაცა არასწორად რაღაცა პრიორიტეტებს აკეთებენ მანდაც ბევრი ცოდვა ტრიალებს არ ესმის ხა ადამიანს ნიშანს რომ ხავს დაწესავს მე ის მოდის ვერ ხდება რა უნდა გააკეთოს შემოყავს 50 წლის რაღაცა ფეხბურთელი აზრებს მილიონს და ის დადის იმ კაცივით იმეთი რა ქვია ორი კაცი შეიძლება რომ გამოიყვანოს მოედანზე და აიქცეს იქ სულიერ ამიტომ შენი ჯიბიდან სანამ არ მოიღებ ხო და არ იღებენ ამ ჯიბიდან ეხლა როგორ გინდა შენ ეხლა მე მაშინ თუ ჯიბში შევა ჩაუძრო მაშინ დაგიჭერენ იმიტომ რომ ეს არის ქურდობაა რა შეიძლება ნელა დასასრულისკენ წავიდე შენც მეორე ჩაწერა გაქვს და ეხლა ძალიან რომ არ გადაგხალო იუმორი რომელიც ასევე განუყოფელი ნაწილია შენი ცხოვრების რამდენად გაგიადვილა საქმე აი ამ გენეტიკური არის თუ არა სხვათა შორის ოჯახში ვინმეს ქონდა ეს ნიჭი ბაბოჩემს მამაჩემს რომელიც ერთმანეთთან ანუ სიძეს სიმამრზეა ლაპარაკი ანუ ორივე მხარეს დეჩემს ბებიაჩემს ყველას იუმორი სულობა ყველას ქონდა ძალიან განვითარებული ოჯახში და ამიტომ არა იუმორი გეხმარება და თვითირონია აუცილებლად იმიტომ რომ თუ შენ არ შეგიძლია საკუთარ თავზე ხუმრობა სხვისი გეწყინება და სხვასაც ეწყინება შენი ხუმრობა თუ შენ იქამდე იქ აუცილებლად რომ პირდაპირ დაიწყო საკუთარ თავზე ესა რა ქვია არ უნდა გამოიგონო მართლა უნდა გეცინებოდეს შენ თავზე უნდა დაგესმის მაგრამ ის უნდა ხდებოდეს ადამიანს შენ თვითონ საკუთარ თავსაც ცოტა ირონიით თვითირონიით უყურებ იმიტომ რომ წინააღმდეგ შემთხვევაში ხო
მაშინ არა, ეს კი უნზა არა. შენ თუ შენ თავზე არ შეგიძლია ხუმრობა. ახლა ბევრს გონი ორი ანეკდოტს მოუყვება, რაღაცას მოუყვება, მეზობელი მე შეიძლება კარგად ყვებოდეს ეს თქვათ დეკლამაციის უნარი კონდეს კარგი და ყვებოდეს რაღაც თვითონ ერთობოდეს რას ყვება, მაგრამ თქვათ იმახსოვრებდეს კარგად ანეკდოტებს და აცინებდეს რაღაც. მე მაგათაც კიდევ მეორე ესე ჩემი დამოკიდებულებას არის შესაძლოა მე მართალს ვამბობ და იმას რაღაცა ჭეშმარიტების ისა არ ვაღადებელი. მე არ მიმაჩნია რომ ადამიანი რომელიც მხოლოდ ანეკდოტებს ხვება არის ძალიან კარგი იუმორის მქონე. აბსოლუტურად არა, იმიტომ რომ ის ანეკდოტებს ხვის მოგონილი შენ კარგად ყვები ხვის ამბავს მასაფე და ხშირ შემთხვევაში ადამიანები რომლებიც მარტო ანეკდოტებს ყვებიან თვითონ მოკლებული არიან ხუმრობის უნარს. რაცა პარადოქსულად ჟღერდეს ეს ისინი შეიძლება ქმნიდნენ კარგ გარემოს მაგრამ გაუთავებლად სეროჟაზე და იმაზე ლაპარაკი რა ქვია ვიღაცა გამონაკლისი ვიცი მან გამონაკლისი ლელა წურწუმია რომელიც ანეკდოტებს გადასარევად ყვება და შესანიშნავი იუმორის გრძნობა ყველაფერს აქვს საზღვარი ისევე როგორც უფრაზე მე არ მიყვარს როცა ადამიანი ყველაფერზე ლექს ამბობს გესმის იმიტომ წარმოუდგენელია ხო რომ აი ამამ ჩაობლების ჩაობელი მასწავლებელი როგორც ჩაობელი რაღაც გაუთავებელი ანუ ამითი შენ აფუჭებ და ჩემის აზრით კიდევ რაღაცნაირად აკნინებ იმას რომ ყველა თემაზე თუ ლექსის შეგიძლია თქვა რომ რაღაცა მოვიდა მეზობელო საყლის გარესავე გაუთავებლად ლექსების თქმა ისევე როგორც გამახსენდა ეს თქვით მაგაზე ვიცი ანეკდოტი და მოგიყვე ყველაფერზე ანეკდოტი არ შეიძლება ავიცი მე ესე მგონია ხარ არა ანეკდოტი მართლა არ არის ჩემთვის იუმორის გზნობა იუმორის გზნობა არის აი რეპორტაჟის დროს რო სრულიად სერიოზული განწყობით აი ისეთი რაღაცა შეგიძლია თქვა რომ მე უბრალოდ ვეღარ სუნთქავ აი ეგ არის იუმორის გზნობა და იუმორს სხვათა შორის ძალიან მაღალი ინტელექტი სჭირდება რა ინტელექტის გარეშე იუმორი არის ძალიან დაბალი დონის რა თქმა უნდა ეთახე იცი ზომა მეც ხშირად გავატობს ზომად წორნეს ისა რა ქვია იმიტომ დაცვა უნდა შეგელოს და არ დაცვა უნდა და შე არ უნდა გადაკვიდო რომ ეხა მე უკვე ის არეკლამოებონა და ესა ხო ზღვარი ყველაფერში მნიშვნელოვანია მარტო იუმორში კი ყველაფერში უნდა სერიოზული იყო არც ზედმეტობა არაფერი არ ვარ რაღაცა ეცადო რომ ძალიან რთულია ესეთ რაღაცას ვამბობ მე შემიძლია მის გარეთ არ შემიძლია მაგრამ აი რაღაც ოქროს შუალედისკენ უნდა ყოველ შემთხვევაში სულ უნდა გახსოვდეს რომ არსებობს ოქროს შუალედი და ხა მიახსენე შუალედი შენ თუ არა მეორე საკითხია და ჩვენი საუბრის ბოლოს მართლაც ბოლოს შეკითხვა იმიტომ რომ რაღაც საზოგადოების გულისყრომაც თუ რაღაცა მომენტები იყო აი ფეხბურთელებთან დაკავშირებით განსაკუთრებით რა სამოქალაქო პოზიციის ქონა აუცილებელი არის თუ არა სპორტსმენისთვის ზოგადად თუ ეს პირადი არჩევანი ეს არის პირადი არჩევანი ადამიანის მე არასოდეს მე შემიძლია თავზე თქვა ერთი რაღაცა მე არასოდეს ადამიანი არ ამირჩევია მისი პოლიტიკური შეხედულებების მიხედვით და არც დამიკარგავს შესაბამისად არავინ იმიტომ რომ თუნდაც ჩემს ირგვლივ ცოტა თავიდანები სპორტსმენებსაც ეხება და არასპორტსმენებს იმდენჯერ შეუცვლიათ ადამიანებს რაღაცა თავიანთი პოზიცია მე მაგის მიხედვით რომ ნერვინა რომ ეხლა ეს ემთხვევა ჩვენი აზრები ხვალ არ ემთხვევა ზეგისე ემთხვევა მე არ ემთხვევა და ამ ბოდიშები მომეთხოვა მათთვის ან თანადო ყველა ადამიანი ირჩევს თავის გზას და იმას სად უნდა იდგეს და იმის და მიხედვით შენ უნდა გასაუბროთ შენ საჭიროა და სადაც მიგაჩნიას რომ სად იქ დადეკიდე იქ გვერდზე შენ თანამოზე აუცილებლად აღმოჩნდება სპორტსმენი ის არ არის სპორტსმენი მსახიობია ის არის რა ქვია ექიმი თუ ვინ არის
ამას დრო გამოაჩენს რა. მე არ მიმაჩნია საჭიროდ რომ ეხლა იცი რა ვიღაცას ყოველ წუთში მივარდე და უკიჟინო ეს რატო არ არის ის შენს აზრზე. ჩემს აზრზე ხო? ძალიან დიდი მადლობა ბიძინა, მე მგონი კარგი ეპიზოდი გამოგვივიდა, ესეთი გემრიელი. წარმატებული წელი მინდა გისურვო. ასე ბევრი ამბების დაგროვება, რომ მე ისე საინტერესოდ მოყვა ხოლმე მომავალ წელს. დიდი მადლობა. ანალოგიურად წარმატება თქვენ გადაცემას და შენ პირადად. მადლობა. ნანიკოს პოდკასტს უყურებდით. თქვენ ჩემი სტუმარი იყო ბიძინა ბარათაშვილი. ერთხელ კიდევ შეგახსენებთ, რომ ჩვენი პარტნიორი გახდა რონიქსი, კომპანია რონიქსი და ძალიან დიდი მადლობა მას ამისთვის, ასევე დღევანდელ ეპიზოდს მას პინძლობდა ლუდის რესტორანი ლოვენბრაუ, რომელიც მდებარეობს ბესარიონ ჟღენტის 92 ნომერში და ძალიან კარგი გარემოა იმისთვის, რომ სპორტული ან მეგობრული საღამო გაატაროთ ან დღის ნებისმიერი მონაკვეთი. არ დაგავიწყდეთ ჩვენი არხის გამოწერა დაგულე სპორტი. აუცილებლად მოიწონეთ ჩვენი ვიდეოები, გაგვიზიარეთ თქვენი მოსაზრებები, დატოვეთ კომენტარები, თქვენი კავშირი ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. მომავალ ეპიზოდამდე გემშვიდობებით, ნახვამდის. მადლობა რომ მიყურეთ.